ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გაუძღვები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დღევანდელი ეთერიც გვინდა დავიწყოთ სამძიმრით იმ დიდი ტკივილის გამო, რომელსაც დღეს განიცდის სრულიად საქართველო, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. კიდევ ერთხელ უცხადებთ სამძიმარს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს. დღევანდელ გადაცემას რაც შეეხება, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ხოლო თემა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, არის ასევე ძალიან საინტერესო. დღეს გვექნება საუბარი ქართულ ასომთავრულ ამბანსა და ქართულ ენაზე, რაშიც ბატონი დავითი დაგვეხმარება და დიდი მადლობა ბატონო დავით, კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა ბატონო თენგის. დღეები უაღრესად მძიმეა. ქართველი ხალხი ემშვიდობება და მიაცილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და ისაც ჩვენ თვალწინ ხდება ის ზღვა ქართველებისა დღე და ღამ ყოველ წუთს და ყოველ წამს უწყვეტად მიდიან სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც მისი ხელით, პატრიარქის ხელით გადაწყდა რომ აშენებულიყო და დარჩება კიდეც მისი სახელით საქართველოში. ილია მეორე შეიძლება ასეც მოვიხსენიოთ, რომ პატრიარქმა მე-20 საუკუნის მეორე 1000 წლეულის ბოლოს ჩაიბარა ქართველი ხალხის სასულიერო მდგომარეობა და 21 საუკუნეში, მე-13 წლეულში ის შეუძღვა კიდეც დიდ ქართველ ერს. ეს მიჯნა ალბათ დიდი სიმბოლიზმითაცაა განსაზღვრული. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა, რომელიც ასევე 1000 წლეულობით ქართულ ისტორიას შეეხება და გვინდა რომ მიუძღვნათ ეს გადაცემა იმ ადამიანებს, იმ ზღვას ქართველებისა, რომელიც ლაპარაკობენ იმ ენაზე, წერენ იმას უნიშნებით, რომელიც ქართული ასომთავრული ანბანიდან მომდინარეობს და სწორედ ამ ორ საკითხს, ასომთავრულ ანბანს და ქართულ ენას კიდეც შევეხოთ. კი ბატონო. დავიწყოთ პირველი სლაიდით მაშინ, მინდა მცირე ინფორმაცია გაგაცნოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართული ასომთავრული ანბანი. ეს არის 35 ასონიშანი, რომელიც იწყება ანით და მთავრდება ჯანით. ჩვენ ხედავთ თვითონ ასონიშნებს, რომლებიც შეესაბამებიან ბგერებს, ხედავთ მათ გრაფიკას, როგორც იწერება ასომთავრული ანბანის ასონიშნები. გავეცნობით მათ სახელდებას, ან, ბან და ასე შემდეგ. ზემოდან დაწერილია მათი რიცხვითი მნიშვნელობა, ხოლო ქვემოდან რიგითი მნიშვნელობა. რას ნიშნავს? ამას განმარტავ, რომ გადაცემის განმავლობაში ჩვენ ეს რიცხვები დაგვჭირდება აუცილებლად და საჭირო იქნება, რომ მაყურებელს და მსმენელს შევატყობინოთ მათი რაობა და შემდეგ დანიშნულება. ქვემოდან წერია რიგითი ნომერი, რიგითი სათვალავი, როგორც ამას ბატონი რამაზ პატარიძე უწოდებდა. ეს აღმოჩენა, რასაც ჩვენ დღეს შევეხებით, არის დიდი ქართველი მეცნიერის ანბანთმცოდნის რამაზ პატარიძისა. ახლა ჩვენ ვიწყებთ რამაზ პატარიძით. პირველი წითელი ფერის პირველი, ეს ნიშნავს, რომ წკრივში ანს უკავია პირველი ადგილი.
მის გვერდზე წითელი ფერით ორიანი ნიშნავს რომ ბანს უკავია მეორე ადგილი და ასე გრძელდება ვიდრე მესამე ხაზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს სადაც გათეთრებულიც კი მაქვს როგორც ანბანის დასასრულის ნიშანის წკრივში ადგილი ეს არის 35 ჯან ასო ნიშნებს ზემოდან აწერიათ მათი რიცხვითი მნიშვნელობა აქ 9-ობითი აღწერა არის პირველიდან 9-მდე გრძელდება 1 2 3 8 9 9-ის შემდეგ მოყვება ათეულები 10 20 30 და ასე შემდეგ 80 90-მდე რაე მე-19 ასო ნიშანი უკვე უდრის 100 200 300 და ავდივართ 900-მდე და შემდეგ მე-16 22 ასო ნიშანი ეს არის უკვე 1000 და ჯანი უკვე 8000-ია რომ ვიცოდეთ რაში დაგვჭირდება ეს რიცხვები მოკლედ მოვიხსენიებ რიგითი დანიშნულებისას რიგითი მნიშვნელობისას რიგითებად ანუ ქვემოდან რომელი წერია ხოლო ზემოთ რაც არის ის მას მოვიხსენებ როგორც რიცხვითებად მათი ჯამი ჩვენ მოგცემს ქართული ენის უბრალოდ ქართველური ენების ქართulis მეგრულის ლაზურის და სვანურის მათემატიკური აღნაგობის შესახებ ინფორმაცია ეს ერთი არის სამივე ენისთვის 4-ვე ენისთვის ლაზურშიც და ეს უკვე ალიკო ცინცაძის დიდ აღმოჩენასთან მიგვიყვანს რომელიც საერთაშორისო ტერმინებით იწოდება როგორც გემატრია ხოლო უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ბატონმა ალიკო ცინცაძემ და ამ მეცნიერებას ახალ დარგს მეცნიერებაში უწოდა უკვე ჰემატრია ქართული ჰემატრია აი ეს რიცხვები ჩვენ ამაში გამოგვადგება ქართული ასომთავრული ანბანის უმთავრესი ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება გახლავთ ასტრონომიული ცოდნის გადმოცემა აქ თავს იყრის მთვარის კალენდარი და მზის კალენდარი ამიტომ ჩვენ თუ გადავალთ ეხლა მეორე სლაიდზე და დავინახავთ მთვარის ასტრონომიის შესახებ მცირე ინფორმაციას რომელსაც გადმოგცემთ წითელი ფერით ერთიანი სადაც წერია ამ დღეს ამ მომენტში იბადება ახალი მთვარე აი გვერდზე მარჯვნივ წერია ახალი მთვარე მათ შორის ჩანს წითელ ერთიანსა და ახალ მთვარეს შორის ჩანს ასომთავრული ანბანის ნიშანი ან პირველი ასო ნიშანი ეს არის მომენტი ფაზის დაწყებისა მთვარის დაბადების ახალი მთვარის დაბადების მომენტია ზუსტად ეს არ ნიშნავს იმ დღეს პირველ დღეს ნიშნავს აი პირველ წამს როდესაც მთვარე დაიბადება ჩვენ ჩავწოთ ეს სლაიდი რომ მაყურებელმა კარგად მიაქციოს თვალყური მეორე ასო ნიშანი რომელიც წითელი ისრით არის ჩნდება ჰ ეს ჰ რიგით მეროე ანბანში გავადიდოთ რომ კარგად დაინახოთ ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება აი ჩვენ ხედავთ რომ ერთი კვირა გავიდა პირველი დღიდან მივედით მერვე დღემდე ეს მთვარის ანბანი აღრიცხავს კვირეებს იმიტომ რომ მიბმულია მთვარის ფაზებზე პირველი ფაზა იგულისხმება რომ მთვარის მარჯვენა ნახევარი განათლდა ის ნათელი სახისაა და ხედავთ რომ ეს ასო ნიშანი რომელიც მის თავზეა რომელსაც ჰქვია ჰ და რიგით მე-6 არის რიგით მე-8 არის ზუსტად ისეთივე გრაფიკული გამოსახულებით გამოირჩევა ვერტიკალურ ხაზს გვერდზე აქვს მკლავი ოღონდ გაშლილი მკლავი ესე იგი ნათება მთვარისა უნდა გაგრძელდეს მკლავი არ არის დახურული გავაკიდევ ერთი კვირა 7 დღე და ჩვენ მივდივართ უკვე სრულ მთვარეზე მთვარე სრულიად განათებულია მას შეესაბამება მე-15 ასო ნიშანი სახელწოდება არის ie და მისი გრაფიკას გვეუბნება რომ მე უკვე შევსრულდი განათებული ვარ და აი ეს ზედა პატარა ხაზი რომელიც ზემოთკენ იყურება ნიშნავს რომ აქ უკვე განათებულ სრულ მთვარესთან გვაქვს საქმე მე-15-ია რიგით ეს ასო ნიშანი გავაკიდევ ერთი კვირა მესამე ფაზა მივალთ 22 ასო ნიშანთან vies-თან რომელიც შეესაბამება მესამე ფაზის დასრულებას და მეოთხე ფაზის დაწყებას. აქ უკვე მთვარის მარცხენა მხარეა განათებული და მასვე შეესაბამება 22 ასო ნიშანის გრაფიკაც ვერტიკალურ ხაზს უკვე მარცხენა მხარეს უკვე დახურული რგოლი მისდევს, ანუ მკლავი აქ იხურება. აქ იწყება ის გვაჩვენებს მართულებას რომ განათება კიდევ შემცირდება და ის სრულ სიბნელემდეც მიაღწევს. მეოთხე ფაზა
ისევ და ისევ 7 დღე არის ერთი კვირა ჩვენ ამ კვირებით ამიტომ ცხოვრობთ მთვარის კალენდარს მივყვებით და მართლაც გრაფიკულად აი როგორ გავს ეგ ხო წინა სლაიდზე გადავიდე ჯერ წინა სლაიდი ადამიანმთავრებია დიახ ამ მეოთხე ფაზის დასრულებას 22 დღის დასრულებას შესაბამება 29-ე ნიშანი ცან აქაც გრაფიკას ხედავთ რომ დახურვაზე მიგვითითებს ეს არის ხილული ფაზის დასასრული რას ნიშნავს ხილული ფაზა მთვარე 28 დღის განმავლობაში ცაზე მოჩანს. როგორც ხედავთ, ასეთი განათების და მიხედვით. შემდეგ ერთი ღამე მთვარე ცაზე აღარ ჩანს. შემდეგ რომ დგება უკვე 30-ე დღეღამე, იმ ღამესაც მთვარე მხოლოდ პირველი ნახევარი არ ჩანს და ღამის მეორე ნახევარში დაიბადება. ესე იგი მთვარის თვე ჩვენ გვაქვს 29 დღის ტოლობისა, ოდენობისა. მთვარე არ არის 30 დღე როგორც მზისა, არამედ არის 29 ნახევარი დღეღამე. შემდეგ შუა ღამეს უკვე ახალი მთვარე დაიბადება და აი ეს ციკლი რომელიც მე თქვენ განახეთ თავიდან იწყებს მოძრაობას. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აქ უფრო კონცენტრირებულად ამბა გადმოცემული აი ეს ფაზების ცვლა ხედავთ ან ჰე ие ვიე და ცან რომელიც მე უკვე მოგიყევით მათ შესახებ შუაში 300 ნიშანი რომელიც მწვანე ფერითაა მათი სახელდება წარმოდგენილი ჰე ие და ვიე აი შეესაბამება თავის ასონიშნებს მთვარის ფაზებსაც და ეს 300 ნიშანი დღევანდელ ქართულ მხედრულ ანბანში აღარ გამოიყენება ის 19 საუკუნეში ამოიღეს მოქცევიდან იმიტომ რომ ცხოვრების დინამიკა და ზოგადად პროგრესი ტექნიკური წინსვლა ენის ახალი ენის ჩამოყალიბება მოითხოვდა უფრო მეტ სისწრაფეს გადმოცემაში და ჩაათვალეს მიზანი შეტანილა ჩვენმა დიდმა ქართველებმა რომ ჯობდა მხედრულში ეს ასონიშნები არ დარჩენილიყო თუმცა ასომთავრულში და ნუსხახუცურში ისინი კვლავაც დარჩენენ და თავის ფუნქციას ასრულებენ როგორც ისინი გამოიყენება ჩვენ ხედავთ ასევე აქ მთვარეს მის შუაში იმ 29 ნახევარ დღეს რომელზეც მოგახსენეთ ქვემოთ წერია რიცხვები 7 ეს 4 კვირაა კი ბატონო ხილული მთვარისა შემდეგ ერთიანი მიუთითებს როცა უხილავი მთვარე სრული ღამის განმავლობაში აღარ ჩანს და შემდეგ უკვე ნახევარია ერთ ნახევარი მაგას ნიშნავს რომ ნახევარი ღამე მთვარე არ ჩანს ხოლო მეორე ნახევარში ახალი მთვარე დაიბადება ეს სლაიდით ჩვენ უკვე გადმოგეცით ჩვენ შეგვიძლია რომ შემდეგზე გადავიდეთ მთვარის 29 ნახევარი დღის სახელები ასე ქვია ამ სლაიდს თითოეულ ასონიშანს როგორც მოგახსენეთ თავის სახელდება გააჩნია ან ბან შემდეგ რაე წილ ჯან როგორც ჩვენ ეს გვისწავლია სკოლაში მთვარის თვის დღეების სახელდებაში სწორედ სახელდება გამოიყენება ესე იგი როდესაც ქართველები ოდესღაც რამოდენიმე 1000 წლის წინ როცა ეს იყო ისინი მთვარის კალენდარს გამოიყენებდნენ მაშინ აღნიშნავდნენ რომ მთვარის თვის პირველი დღე აღირიცხებოდა ამასონიშანით მეორე მესამე მეოთხე და ასე მიყვებოდნენ გამოიყენება სახელდებაში ხუთი მარცვალი აქ მწვანე ფონზე თქვენ ხედავთ ან ხარ და ილ აი სამი ასონიშანი საფუძველია იმ 29 უბრალოდ 29 ნახევარი დღისა და მათი სახელების ჩამოყალიბებისა ან აყალიბებს სახელდებას 21 ასონიშანის ამას ჩვენ კიდევ უფრო კარგად განვიხილავთ ხარ აყალიბებს 7 სახელდებას 7 მთვარის დღისა ანუ ერთი კვირისა ესე იგი ჩვენ ანის და ხარით ვღებულობთ 4 კვირას 28 დღეღამეს ხოლო ილ რომელიც შედგება ორი ასონიშნის სახელდების ჯგუფისაგან აყალიბებს აი იმ ერთ ღამეს და პირველ ასონიშანს ქვია ძილ და შემთხვევით არ ქვია არც ერთი სახელი შემთხვევითი არა არც ერთი დიდი ნომერი შემთხვევითი არა არც ერთი გრაფიკული ელემენტი შემთხვევითი არა ქართულში ეს არის მრავალშრიანი ინფორმაციის მატარებელი ასომთავრული ანბანი საოცრებაზე მეტი საოცრება რაც კი ადამიანს ოდესმე დედამიწაზე შეუქმნია თავისი ხელით აი ძილ სრული დაბნელება როცა ამთვალეს მთელი ღამის განმავლობაში მას შესაბამება ხოლო წილ რომელიც მის გვერდზეა იმიტომ იწოდება წილ რომ წილი ღამისა განათებულია, ხოლო მეორე წილი განათებული არ არის. ესე იგი, ჩვენ ეს გვაქვს პირველი მაგალითები, თუ სახელდება რაც გადმოგცემს. ან თავის მხრივ ეს შუმერების ცის ღმერთია, შემდეგ მოხდა სინკრეტიზაცია შუმერში და აქადში და ეს გახდა ცის და მთვარის ღმერთი, მისი გრაფიკული გამოსახულებას თუ შევხედავთ პირველ ნიშანს მთვარეს წააგავს ზუსტად, ხარი გახლავთ შუმერებშივე მთვარის ღმერთი ზოომორფული შვილი, ანუ შვილი დედამიწაზე და ხარის რქებსაც თუ გავიხსენებთ, მასაც მთვარის ფორმა აქვს რკალის სახით.
კიდევ ორი ასონიშანი, რომელიც წერია რაე სახელდებს სამ ასონიშანს ჰეს იეს და ვიეს, რომელიც მოგახსენეთ რომ ამოღებულია დღევანდელი ამბანიდან. ესე იგი რაეს ჯგუფში 4 ასონიშანი შედის, ის სამი რომელიც ამოიღეს და მთვარის ფაზების ცვლილებას გვაჩვენებს და თვითონ რაე, ეს რაე არის გამაერთიანებელი მთვარის და მზის კალენდრების. ამაზე მოგახსენებთ. და ლას ეს არის განსაკუთრებული ასონიშანი, რომელსაც მარტო თავის სახელდება აბარია, ასე რომ ვთქვათ, და ის უკვე მზის კალენდარის დასაწყისია. ესე იგი, ჩვენ გვაქვს 35-დან 33 ასონიშანი, საიდანაც 30 მთვარის თვის დღეებს განმარტავს, 3 ასონიშანი, რომელიც გვაჩვენებს მეორე, მესამე და მეოთხე ფაზის დასაწყისების, ცვლილების მომენტს და გვაქვს ასევე რაე, როგორც გამაერთიანებელი მთვარისა და მზის კალენდრებისა და გვაქვს ლასი, რომელიც უკვე მზის კალენდრს მიეკუთვნება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ნელ-ნელა გადაცემის მსვლელობაში დავინახავთ, რომ ანს გააჩნია მრავალი ფუნქცია სხვადასხვა დროს, ის სხვადასხვა რამეს ასახავს და სხვადასხვა რამეზე გვესაუბრება. ასონიშნები ჩვენ გვესაუბრებიან თავისი მოხაზულობით, თავისი სახელდებით, თავისი რიგითი მნიშვნელობით და რიცხვითი მნიშვნელობით, ანუ სად არიან განლაგებული მწკრივში და რა რიცხვს შეესაბამებიან. ეს არის უამრავი მნიშვნელობის მატარებელი თითოეული ასონიშანი და ჩვენ ამაზესაც მოვახერხებთ, ამაზე მოგახსენებთ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს არის უკვე მთვარის სახელდება. აქ ჩვენ თუ გქონდა მთვარის დღეებში სამი მარცვალი რომ გამოვიყენეთ, ან, ხარ და ილ, აქ მთვარის თვეებს სახელდებს მხოლოდ ერთი ასონიშანი. ეს არის ან, პირველი ასონიშანი. როგორია მთვარის თვეების შემადგენლობა? ვინაიდან ჩვენ გვაქვს 29 ნახევარი დღიანი მთვარის თვე, ეს ვერ დაემთხვევა მზის კალენდარის დღეღამის ოდენობას წელიწადში. 365 არ გამოგვდის. ამიტომ არის მთვარის წლები, რომლებიც არიან 12 თვიანები და უდრის ისინი 354 დღეღამეს და არის 13 თვიანი მთვარის წელიწადები, როდესაც ჩვენ გვაქვს ამ 13 თვეში უკვე ჯამში 384 დღე და იმისთვის რომ მზესთან გათანასწორდნენ, ამისთვის საჭირო არის 19 წელი, რომელიც გროვდება. თუმცა სანამ მასზე გადავალთ, აქვე ვიტყვი თვითონ მთვარის თვეები როგორ არის სახელდებული. აი დავინახოთ ან პირველი ასონიშანი. მის ქვემოთ წერია სამი ხმოვანი ი, ე და ო, რომლებიც სახელდებულია ეან, იან და ოან, თუმცა ვინაიდან ორი ხმოვანი ერთად აღმოჩნდება, ის შუაში არსებული ა შეიკვეცება. რჩება ინ, ენ და on. თავის მხრივ, აი რომ გავყვეთ მწკრივს, იქ მწვანე ფერით არის n მოცემული, n-ით სახელდებულია უკვე zen, თუმცა zen-ის ძირი სახელდება მაინც ანთან დაკავშირებულია. an, n და zen. ასევე გვაქვს zen-ის შემდეგ უკვე შავი ფერით მოცემული in. in-ით სახელდება კიდევ სამი ასონიშანი: win, shin და chin. აქაც ხმოვანი სახელდებს ამ ასონიშანს. ხოლო გვაქვს შემდეგ უკვე წითელი ფერით მოცემული on, რომელიც არის საფუძველი სახელდებისა don. აი ეს ინი, ენი და oni და მათ მიერ სახელდებული ასონიშნები მთვარის თვეებს აღარ შეეხებიან. მთვარის 12 თვეს და 13 თვეს შეეხება ანით სახელდებული მხოლოდ ის ასონიშნები, რომლებიც პირდაპირ ანზე მიუთითებენ. ან, ბან, გან, თან, კან, მან, ჟან, სან, კან, ღან, ცან, ხან და ჯან. ესე იგი, როცა ჩვენ გვაქვს 12 თვიანი წელიწადი, მაშინ გამოიყენება ანიდან ხანამდე, როცა გვაქვს 13 თვიანი წელიწადი, ანიდან ჯანამდე. თუ ჩვენ დაგვჭირდა მაგალითად თქვათ, რომ ეს არის მეორე თვის დაუშვათ პირველი დღე მთვარის კალენდარისა, ვიტყვით დავწერთ ბანს და ანს, ბ და ა. გვეტყვის რომ მთვარის კალენდარში ეს არის მეორე თვის პირველი დღე. პირველი დღე. თუ იქნება მე-13 ჯანი, აი ჯანი ხომ 35-ია, მაგრამ თვეებისთვის ის გახდა უკვე მე-13. ჯანი დღეებისთვის გახდა 21, იმიტომ რომ ის ანის 21 ჯგუფში იყო მოქცეული. ესე იგი ჯანს უკვე ჩვენ სამი ფუნქცია მივანიჭეთ ქართველებმა, ვინც ეს ანბანი შექმნა. ის აღმოჩნდა 35-ს, მე-13-ს და 21-ს. იმის და მიხედვით თუ რაში გამოვიყენებთ მას. და აი ეს თვეები 12 თვიანი და 13 თვიანი, ვინაიდან ცვალებადია, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგ სლაიდზე ვაჩვენოთ რა ფუნქცია ექნება უკვე ასონიშანს რაე. ჩვენ ხედავთ მთვარის კალენდარს მარჯვენა მხარეს 29 ნახევარი რომ წერია, მის ქვემოთ არის მოცემული 18-ის 12 წელი 12 თვიანი და მთვარის 7 წელი 13 თვიანი. ესე იგი
გვჭირდება 19 წელი იმისთვის, რომ თვარის თვეებმა საწყის მომენტში ისევ მზესთან ერთად დაიწყონ ახალი ციკლის ათვლა. მზე ამ შემთხვევაში ერთნაირია ამ 19 წლის განმავლობაში, როგორიც არის ისია ეს დადგენილი და აი 19 წელიწადს ეწოდება მეტონის ციკლი და ეს 19 წლიანი ციკლი გამოიყენება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მაგალითად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის თარიღის განსაზღვრებისათვის. იმიტომ არის ის ცვალებადი, რომ ანგარიში რომელ დღეს იქნება აღდგომა ყოველ წელს, ხო? დამოკიდებულია თვარის კალენდარზეც და მზის კალენდარზეც. ამიტომ ეს გაანგარიშება, იმიტომ არის მოძრავი კალენდრით სახელი, იმიტომ გააჩნია აღდგომას და მასზე მიბმულ სულთმოფენობას მაგალითად, ამაღლებას მაგალითად, ისინი მოძრავები იმიტომ არიან, რომ სწორედ 19 წლიან ციკლში იმეორებენ თავიანთ ყოველ ამ 19 წელიწადს და იმ თარიღებს, როცა ისინი აღინიშნებიან. ჩვენ ხედავთ 30 დღიან რაე ეს მზის სახელწოდებაა, ეგვიპტური მზის ღმერთი რათი იყო სახელწოდებული, რამზესი, რომელიც ალბათ მაგათან შეიძლება მომდინარეობდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ ხედავთ რაეს მე-19 ასონიშანს, რომელიც აერთიანებს 30 დღიან მზის თვეებს და 29 ნახევარ დღიან თვარის თვეებს. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს სლაიდი გვიჩვენებს მზის კალენდარს, რომელსაც ეგვიპტის დიდი ცივილიზაცია აღრაცხავდა როგორც მზისას. ესე იგი, თვარის კალენდარი მიღებული იყო შუამდინარეთში, მესოპოტამიაში, ხოლო მზის კალენდარი იყო ნილოსის ხეობაში, ანუ ძველ ეგვიპტეში. აი, როგორ ანგარიშობენ ეგვიპტელები თავიანთ მზის კალენდარს. აქ ჩვენ ხედავთ პირველი ასონიშანი ანი და მე-12 ლასი, პირველი ზედახაზის თავში და ბოლოში, რომლებიც 12 თვე არის ეგვიპტელების კალენდარისა, მეორე ხაზში მოყვება 30-30-იანი დღეები და 12-12 თვე მათთან იყო 30 დღიანი, ანუ ჯამში ტოლობას ხედავთ რომ 360 დღის, ხოლო შემდეგ მესამე ხაზში აქ მოცემული მაქვს 31, 32, 33, 34, 35, ანუ 5 ეგრეთ წოდებული ეპაგომენი, აი წერია კიდეც რომ ეპაგომენი არის, რომელიც ემატებოდა 360 დღეს და ეგვიპტელები 365 დღით აღრაცხავდნენ თავიანთ მზის წელიწადს. ეგვიპტელ ფარაონებს აკრძალული ჰქონდათ, რომ დაემატებინათ 366 დღე. კი იცოდნენ ეს სიზუსტეები ყველაფერი, მაგრამ აი ჩვენ დროს რომ 29 თებერვალი ქვია, ასეთი ფენომენი არ გამოიყენებოდა ეგვიპტეში. ფარაონი როცა ხდებოდა ფარაონი და ფიცდებდა, ფიცის ერთ-ერთი შემადგენელი მუხლი, ესეც გახდათ, რომ მე ამ 366 დღეს არ დავამატებ წლის კალენდარს. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ. ხო, არ შეიძლებოდა დაემატებინათ, ამას თავისი ახლა განმარტება გააჩნია. ოღონდ დროის სიმცირის გამო თქვენ ნებართვით ბატონ თენგის გამოტოვებ. აქ აღნიშნული იყო ასევე 20 ივლისი გახდათ ეგვიპტელების ახალი წელი, მაგრამ ვინაიდან 366 დღე არ ემატებოდა, 4 წელიწადში ეს ერთი დღე გროვდებოდა და ახალი წელი იწყებოდა არა 20 ივლისს, არამედ უკან იხევდა, გადადიოდა 19 ივლისზე. აკლდა ეს ერთი დღე 4 წელიწადში. შემდეგ გავიდოდა კიდე 4 წელიწადი გადადიოდა 28 ივლისზე და ასე უნდა გასულიყო 365 ამდენი დღეც არის წელიწადში. რო გაამრავლებ 4 წელიწადზე, ანუ 4-ზე მიიღებ 1460 დღეს, რომ კიდევ 20 ივლისთან მოსულიყო 1460 დღის შემდეგ. და ეს 20 ივლისი სამჯერ არის აღნიშნული ეგვიპტის ცივილიზაციაში, სულ სამჯერ მართლა 20 ივლისი როცა იყო, ეს იყო აი დაახლოებით როგორი ახალი წელი, ჩვენ რომ მეორე 1000 წელს რომ ვამთავრდით და მესამე 1000 წელს რო იწყებოდა სოფლიოში, ამ მასშტაბის იყო განსაკუთრებული. და აი ეს 5 ეპაგომენი, ბოლო 5 დღე ყოველ წელს რო ემატებოდა, ეპაგომენი ეწოდებოდა ამ 5 დღეს. ისინიც როგორც ჩვენ გვაქვს საახალწლო დღესასწაულები და რამოდენიმე დღე რო ვისვენებთ და ვზეიმობთ, აი ეს 5 დღე იყო ეგვიპტელებისთვის ყოველ წელს. ეს ეგვიპტური კალენდარი მოგიყევით იმისთვის, რომ ჩვენ უკვე გადავიდეთ ქართულ კალენდარზე და მოვყვეთ რა განსხვავებაა მათ შორის. აი ეს 5 დღე, რომელიც ეგვიპტელებს ემატებოდათ წლის ბოლოს, რომელიც წლის ბოლოში გადადიოდა, ჩვენთან აღირიცხებოდა სხვანაირად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან ახალი წელი იწყებოდა 22 მარტს. 22 მარტს კრძალავენ პატრიარქს. ეს არის დღეღამსწორობის თარიღი არის, როცა დღე და ღამე ერთმანეთს გაუტოლდება. რატომ? და ჩვენ ვამატებდით
6 თვის შემდეგ, ანუ შემოდგომის დღეღამ სწორობა რომ დგებოდა, 6 თვე რო გადიოდა 22 მარტიდან 22 სექტემბრამდე, 22 სექტემბრამდე ემატებოდა აი ეს 5 დღე. ჩვენთანაც ეს სისტემა მუშაობდა. გავხსნათ კიდევ ეს სლაიდი, რომელიც იყო რომ მოგიყვეთ ამის შესახებ. რატომ? იმიტომ რომ ზაფხულის დროს პერიოდში უფრო ნელა მოძრაობს დედამიწა მზის გარშემო, ვიდრე ზამთარში. ამიტომ ზაფხულის პერიოდს 22 მარტიდან 22 სექტემბრამდე ჭირდება 185 დღე რომ შემოუაროს ნახევარ გზაზე მზეს და ზამთარში 180 დღე ჭირდება. ქართველებმა რადგან ეს იცოდნენ, იქცეოდნენ არა როგორც ეგვიპტელები, არამედ როგორც უფრო მეტად მცოდნენი ასტრონომიისა და ამ 5 დღეს ამატებდნენ მე-6 თვის ბოლოში, მე-7 თვის დაწყებამდე. და ამას ასახავს ასონიშანი ვინ? რატომ ვინ? და რატომ არის ვინ ასეთი გრაფიკით გამოსახული? შეხედეთ, მე-6 ასონიშანი ქართულანში ვინ რაც გვეუბნება, რომ მას მარცხენა მხარე უფრო მაღალი გააჩნია, ვიდრე მარჯვენა. რატომ? თურმე ეს გამოსახავს, რომ დღეების რაოდენობა მარცხნივ, ანუ პირველ 6 თვეში უფრო მეტია და მეორე ნახევარი ასახავს, რომ უფრო ნაკლებია. და აი იმ 180 დღეს რომ ზემოდან დაწერია 5-6 მწვანე ასონიშანით რომ ჩაემატებოდა, აი ეს სიმძიმე დაბლა ჩამოწევდა, გაასწორებდა პირველ ნახევარს მეორე ნახევართან და მე-7 თვე უკვე სახელდებული იყო სასწორი ზოდიაქოთი. გასწორდებოდა თუ არა იწყებოდა სასწორი ზოდიაქო. მე-6-დან გარდამავალი, მაგრამ მარტო ის მონაცემი რომ მე ვარ მე-6 და ესე რიგით მე-6 ვარ და რიცხვით 6 შემესაბამება, რომ წერია დიდი 6-იანი მარჯვენა მარცხნივ. ეს ერთი მონაცემია, მაგრამ სახელდება ვინ? თურმე რატომ ყოფილა ვინ და არა ვან, ან ვენ, ან ვონ, ხო? რატომ ყოფილა? იმიტომ რომ აი ჩვენ რომ რიცხვითები წარმოვადგენთ პირველ სლაიდზე, ვ-ასო მე-6 და 6-ია, ი-ასო მე-10 და 10-ია, ხოლო ნარ ეს უკვე მე-14-ია და 50-ია რიცხვითი მნიშვნელობით. აი პირველი სლაიდი რომ გავიხსენოთ, რომ არა რიგითი, არამედ რიცხვითი მნიშვნელობით. ამიტომ 6, 10 და 50 რომ შევკრიბოთ, უკვე პირველი ფუნქციას ვაჩვენებ ჩვენ, რომელიც რამაც პატარეზესთან დაიბადა, რომ თურმე უნდა შეკრიბო სიტყვა ან სახელდება, რომელიც ასონიშნებისგან შედგება, თურმე მას თავისი მათემატიკური აღნაგობა გააჩნია. აი ეს მათემატიკური აღნაგობა ადასტურებს, რომ ის 66-ია ტოლობით რა. ახაც 2-6-იანია, ესე იგი ვინ სახელდება ადასტურებს, რომ მე არ ვარ შემთხვევით მე-6 და არც შემთხვევით არ ვარ 6. მე ამიტომ ვარ რომ წლის პირველ ნახევარს 5 დღე აქ დამამატოთ და შემდეგ უკვე წლის მეორე ნახევარი გააგრძელოთ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აი ეს მონაცემი ჩვენ უკვე მიგვიყვანს ქართულ მზის კალენდართან. აქ იწყება ჩვენი ენის პირველი საოცრება. ამას ქვია წილის 31 ასონიშანის სახელდება წილ, ჩვენ ხედავთ მარცხენა კუთხეში ზემოთ ეკრანის ზემოთ მხარეს წილ მოყვანილობა. საერთოდ ჩვენ რომ თვარეზე ვთქვით წილი, ნახეთ როგორი გრაფიკით აღირიცხება, ესე იგი ზედა ნაწილი ვერტიკალურ ხაზზე არის დახურული წრე, სრული წრე არის, ხოლო ქვემოთ შუა ნაწილი ის არის ნახევარ წრე. პირდაპირ გრაფიკას გვეუბნება, არა მარტო სახელი, გრაფიკას გვეუბნება, რომ მე ვარ მთელი და მე ვარ წილი ერთდროულად. ამიტომაც ქვია წილი და ამიტომაც გამოისახება ასეთნაირად. ჩვენ ახლა ვხედავთ სიბრძნეს ქართული სამთავრობო ანბანისა. ჩვენ ყვებით საოცრების შესახებ და პირველი პატარა ნაბიჯი გადავდგით კიდეც მზის კალენდრისკენ. აი ჩვენ რაც მოვყვებით წინა სლაიდზე, რომ მე-6 თვე რომ არის ნარინჯისფრად გაფერადებული, ამის შემდეგ რომ ემატება 5-6 დღე. აი 5-6 დღე ქართულში აღირიცხება იმ 5 ასონიშანით წილ, ჭარ, ხან, ხარ და ჯან. აი ბოლოში რომელიც ამთავრებს ანბანს. აი ჩვენთან ისევე როგორც ეგვიპტეში 5 დღე იყო სპეციალური. ოღონდ ეგვიპტეში ანბანში ეს არ გამოისახებოდა და აქ უკვე ანბანში ჩვენ ანბანი გვაჩვენებს რომ აი ეს 5 დღე რომელიც 6 თვის შემდეგ უნდა დაამატო რომ 365-მდე გაზარდო წელიწადი, აი ეს 5 დღე არის ის ეგვიპტურად სახელდებული ეპაგომენი ქართული სადღესასწაულო დღეები, რომლებიც ყოველ წელს ემატებოდნენ წლის შუაში. აი ამ სლაიდს თუ კიდევ გავხსნით, წარმოგიდგენთ ფორმულას. ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ 12 ასონიშანი 12 თვეს აღნიშნავს მზის კალენდარშიც, პირველიდან 12-მდე, ანიდან ლასამდე, შემდეგ 30-30-იანი დღეები რომ შეესაბამება ამ თვეებს ეს გასაგებია. 30-მდე ეს უკვე მზის დღეებია. აი ჩვენ ხედავთ რომ წილამდე არის ძილ და ამით ხაზია მათ შორის ხაზის არის რომელიც გამოკვეთს ერთმანეთისგან 30 ასონიშანი ძილი მზის კალენდარში გამოიყენება როგორც ყოველ თვეს აი 12-ვე თვეში
იმ თვის ბოლო 21 დღედ. მე-6 თვის შემთხვევაში, მე-6 თვე 4 წელიწადში ერთხელ გამოირჩეოდა იმით, რომ ის უკვე გახლდათ 31 დღიანი, ვინაიდან ქართველები ეგვიპტელებისგან განსხვავებით 4 წელიწადში ერთხელ ამატებდნენ კიდევ ერთ დღეს, რომელიც ხდებოდა მე-6 ეგრეთ წოდებული ეპაგომენი. ანუ აქ ჩვენ გვაქვს ნახეთ როგორი ფორმულა ქვემოთკენ. გავიდა, დაიწყო ახალი წელი 22 მარტს 180 დღემ გაიარა. დაემატა 5 ეპაგომენი, ჩვენ ხედავთ ისრებს 500 ნიშანი ბოლოში, წილ, ჭარ, ხან, ხარ და ჯან, ეს ის 5 დღე არის, რომელიც ყოველდღე ემატება და წითელი ფერის ერთიანი, აქ ჩვენ გვაჩვენებს, რომ მე დავამატე 4 წელიწადში ერთხელ, მაგრამ რატომ 4 წელიწადში ერთხელ? ამაზე ჩვენ თვითონ წილი გვესაუბრება. წილი 31-ია. 31 შედგება 2 ციფრისგან, სამიანი და ერთიანი. ამ 2 ციფრის ჯამი გვაძლევს 4-იანს. ეს წილი გეუბნება, რომ მე 4 ვარ, ოღონდ 3 + 1 ფორმულით. იმიტომ რომ 3 ერთნაირი წლებია. კი ბატონო, და ეს 1 ემატება ყოველთვის. 1 ნაკიანი და თან 31 მარტომას კი არ გვეუბნება 4 წლეული როგორ უნდა წარმოვიდგინოთ. 31 გვეუბნება იმას, რომ მე ვარ 31 დღე იმ მე-6 თვესთან, რო უნდა ჩავამატო როგორც მე-6 ეპაგომენი. ესე იგი 31 აქ უკვე ნამდვილად უკვე დიდი ინფორმაციის მატერიალი არის როგორც 4 წლეული, სადაც 3 ერთნაირია და 1 სხვანაირი, ანუ ნაკიანი, ხოლო 31 როგორც ყველასგან განსხვავებული დღე, თვეები ხო ყველა თვეში 30-იანი არა, მე ვარ 31 დღე იმ ნაკიანი წლისა. აი ეს არის წილის პირველი კორექცია. როცა წილი, ესე იგი ჩვენ ნახეთ წილის ჩარევა მთვარის კალენდარში, ოდესაც ეს გვანახებს რომ ღამის 1.5 ნახევარს აღნიშნავდა და არ ჩანვარ და მეორე ნახევარი გამოჩნდებიო, წილი ამაზე ლაპარაკი. ამ მზის კალენდრის 4 წლეულში ეს კარგად არის ფორმატი, ასე იყოს კი ბატონო, დატოვეთ ასე. გვანახებს რომ მე ვარ წილ, რომელიც ვარ 4 წლეულის წარმომადგენელი, სადაც 3 ერთზეა ფორმულა და მე ვარ ასევე წილ 31 იმ დამატებული თვისა, ანუ მე-6 თვისა, რომელსაც ჩავემატები. აი ეს არის წილის პირველი კორექცია. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. მე ხლა უნდა მოვყვე ბატონ თენგის მზის ასტრონომიული მონაცემებზე უნდა ვისაუბრო და თქვენ თუ რამე კითხვა გქონდათ აი მთვარეზე და ამაზე გადასვლაზე, დაბარო კი არა, ძალიან საინტერესოა, განვაგრძოთ მე მგონი პირდაპირ ჯობი. გავადიდოთ ეს სურათი, ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მზის ასტრონომიაზე. აქ ჩვენ ხედავთ მზეს და დედამიწას, რომელიც წრეზე შემოულის ამ მზეს. ზედა პირველ ხაზში გვიწერია მარცხენა მხარეს კალენდარული წელიწადი. მას ქვემოთ მოყვება, რომ კალენდარული წელიწადი, აი ის კალენდარი, თაც დედამიწა დღეს და მსოფლიო დღეს ვცხოვრობთ, არის შემდეგნაირი. ეს არის 365 დღეღამე და დამატებული 6 საათი. 6 საათი რატომ? 29 რომ დაემატება ნაკიან წელიწადში, ეს 24 საათი 4-ზე რომ გაიყოფა, რომ გადანაწილდეს საშუალოდ 4-ვე წელიწადზე, გამოვა რომ 24-ის 1/4 6 საათია. ანუ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ აი ამ მონაცემით 365 დღეღამე და 6 საათი. მაგრამ ეს დრო აღემატება 11 წუთით და 11 წამით ნამდვილ ასტრონომიულ დროს. იმ დროს, რაც ჭირდება დედამიწას, რომ შემოუაროს ანუ 365 დღე და 6 საათი არ არის ზუსტად. არ არის ზუსტად. არის და მოცემული ოქრომით რამდენი არის. აქ ქვემოთ მიწერია უკვე მარცხენა მხარეს ასტრონომიული წელიწადი. ეს არის ისევ 365 დღე, მაგრამ არა 6 საათი, ეს არის 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი. განსხვავება ჩვენ კალენდარსა და ნამდვილ ასტრონომიულ კალენდარს შორის ტროპიკული წელიწადი ეწოდება მას, ტროპიკული ასტრონომიული წელიწადი. 11 წუთი და 14 წამია. ყოველ წელს ნაკიანის გათვალისწინებითაც კი. ესე იგი ჩვენ იმიტომ გვაქვს თურმე აღმოჩნდა ახალი წელი და ძველი ახალი წელი, რომ ეს გროვდებოდა რაღაცა პერიოდის განმავლობაში და აი ეს განსხვავება 13 დღემდე ავიდა. მე-20 საუკუნის შეცვალეს და გაჩნდა უცებ ძველი ახალი წელი, ხო? და ისევ დავაბრუნოთ სლაიდი. აქ გეტყვით თუ რას გველაპარაკება. აი 11 წუთი და 14 წამი რომ გაუტოლდეს ზუსტად 4 საათს, ნუ თითოეულ წამია მარტო განსხვავება. თითქმის ზუსტი 24 საათია, ამას ჭირდება 128 წელიწადი. 128 წელიწადი უნდა გავიდეს, რომ 11 წუთი და 14 წამი გახდეს 24 საათი. ესე იგი 128 წელიწადში ერთი დღე ემატება გამოდის. ერთი დღეღამე ემატება ჩვენ კალენდარს. ეს აღმოჩენა გააკეთა გერმანელმა ასტრონომმა მე-19 საუკუნეში. მანამდე არც შუმერებმა,
არც ეგვიპტელებმა, არც ჩინელებმა და ინდოელებმა, არც არაბებმა, არც მაიასტონმა, არც ომარ ხაიამმა და არავინ არ იცოდა ბატონო ეს განსხვავება ზუსტად. დადგენილი არ იყო. იქ წამებში და მებში 19 წამი და ჩვენი წამი ყველაზე ახლოს რომელიც იყო. ჩვენთან ეს ყველაფერი ცოდნიან და ჩვენ ვანახებთ როგორ ცოდნიათ. აი ხა ზემოთ დაწერილი 128 საათი, ესე იგი გვიჩვენებს რომ კალენდარული წელიწადი 128 წლიანი ციკლის მაჩვენებელია უკვე. ეს 128 წელიწადი უდრის 32 4 წლეულს დღევანდელი გაგებით. აი აქ ჩვენ ახლა როგორც აღურიცხავთ წლებს 29 თებერვლით, ხო? 32 29 თებერვალი 32 ცალი 29 თებერვალი გამოიყენება 128 წლის მანძილზე. მაგრამ იმ 32-დან ერთი ცალი 29 თებერვალი ზედმეტი რჩება. აი ეს არის ასტრონომია, რომელიც მოგიღებით ზესთან დაკავშირებით. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. 128-ზე რომელი ასონიშანი მიგვითითებს? აღმოჩნდა და ეს აღმოჩენა გააკეთა რამას პატარიძემ, რომ ეს ასონიშანი არის დონ. ონიც ეს არის მზის მაჩვენებელი ასონიშანი. ის არის წრე. დონ, რომელიც ონიდან მომდინარეობს, ასევე მზე არის, ოღონდ თავზე რომ ადევს მას ჰორიზონტალური ხაზი, ეს მიუთითებს, რომ მზემ თავის მოძრაობის უმაღლეს ზენიტს მიაღწია, ყველაზე მაღლა ასული. ეს ამ გამოსახულებას ასახავს. დონი რიგით მეოთხეა. A, B, G და მეოთხე D არის. ანუ დონ. ესე იგი, მისი რიგითი ნომერი 4-იანია და ეს წითელი ფერით მოსემულიც არის. მისი სახელდებაა დონ. და ჩვენ ახლა გავიგებთ ამ სლაიდით თუ რატომ ქვია მას დონ? რატომ არ დაარქვეს დან, დენ? რატომ დაურქვევია თურმე დონ? იმიტომ რომ აი აქ ჩვენ გვიწერია D დონის წითელ 4-იანს ეს უკვე არა მარტო რიგითი, არამედ რიცხვითიც არის. მე-4-ია და 4-ია. ქვემოთ მოყვება ონი, ანუ O, რომელიც რიცხვით 70-ია და ნარ, ანუ N, რომელიც რიცხვით 50-ია. და ჩვენ ბოლო ხაზზე, ჰორიზონტალურ ხაზზე გვიწერია რომ 4-ს რომ მივუმატოთ 70 და 50 რომ მივუმატოთ, გამოგვივა 124. გამოვა რომ და ზემოთ ავიდეთ ახლა ხაზზე რომელიც არის მარჯვნივ და ზემოთ 4 + 124, ესე იგი დონი ასოები გველაპარაკებიან ჩვენ ასონიშნები. ასონიშანი გვეუბნება რომ მე ვარ რიგით მე-4, ქვია დონ, რომელიც უდრის 124-ს, 4-ს მივუმატე 124 და მიიღე 128 წლის კალენდარული ციკლი, რომელზეც უკვე ჩვენ სხვა ასონიშანი დაგველაპარაკება შემდეგ სლაიდზე. ჩვენ ახლა დავინახეთ რომ დონი გვეუბნება პირველი ინფორმაციით რომ მე ჯამში ვარ 128, ჩემი რიგითი ნომერი და იგივე რიცხვითი მნიშვნელობა 4-იანი. თუ მას დავუმატებთ სახელდება დონის ჰემატრიას, რომელიც აღმოაჩინა ასევე რამას პატარიძემ, ვინივი, როგორც ვინ არის ზუსტად 128 ჯამში, 4 + 124, ეს არის უკვე მინიშნება ქართული მზის კალენდარის 128 წლიანი ციკლისა, რომელიც იყოფა ორ ნაწილად, 4 და 124. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აქ ისევ წილი შემოდის. ეს წილი გასაოცარ ყველა ასონიშანის აუცხრებაა, მაგრამ წილის ფუნქციები ზეაღმატებული ცოდნის მაჩვენებელია, რომელიც ქართულებს ქონია, რომელიც მხოლოდ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს ყველაზე ზუსტმა მეგერმანელებმაც კი. ეს ქართველები ჩვენ გონია არა მარტო ქრისტეშობის შემდეგ პერიოდში, არამედ მანამდეც 1000 წლის განმავლობაში. გავადიდოთ ეს სლაიდი და დავინახოთ ზედახაზზე რა ხდება. წილიც გველაპარაკება იგივეს. წილი არის 31 და რიცხვით 4000. წელი 1000 ვითარცა 1, ამას ვითარცა 1 დღე, ამას გვეუბნება ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი. აი იქ 1000 გვეუბნება რომ მე 1-ცა ვარო. ფსალმუნშიც ასეა მოხსენებული 1000 უდრის 1-ს. ამიტომ 3-0 4000-თან ხაზგადასმულია რომ ჩვენ დავინახოთ 4-იანი უკვე. წილი აი ეს დიდი ლამაზი წილი, რომელიც გვაჩვენებს რომ მე ვარ დასრულებული წრე, სრული მთელი წრე ვარ, ასევე მე ვარ ამ წრის ნახევარ წრეს, ანუ წილი მისი ამ გრაფიკას ვხედავთ უკვე გადიდებული სახით, გვეუბნება რომ მე ვარ 31 და ჩემი რიცხვი არის 4000-ის და ასევე 4-იც. ეს 31 ასევე გვეუბნება რომ 4 უდრის 3 + 1 ეს ჩანს ეკრანზე. ახლა გადავიდეთ ზედახაზზე, მარცხენა მხარეს რა ფორმულა არის აქ. აქ ფორმულა გვეუბნება რომ 4 წელი ანუ 3 + 1 4 უნდა გამრავლდეს თვითონ 31-ზე თავისივე თავზე
ეს ჩვენ გვაძლევს 124-ს, ქვემოთ 124-ია ამ გამრავლების კომიტეტში დაწერილი. შემდეგ ემატება ის 4-იანი, რომელიც რიცხვი არის და ქვემოთ ეს 4-იანი ისევ მეორდება წითელი და ეს ჯამში გვაძლევს 128-ს. წილმა დაამტკიცა, რომ 128 დონში არ იყო შემთხვევითი, 128 არის სახელმძღვანელო რიცხვი ზის ციკლისა ქართულ ანბანში. გამოდის რა? ესე იგი ჩვენ რომ გავყვეთ ის არის ზედა ხაზზე, პირველ ხაზზე, ჩვენ მივიღეთ რომ ხოლმე ვიენგარიშოთ 128 წელიწადში რამდენი დღე ვიენგარიშება ქართულ ენაში. აი ჩვენ ხომ მივიღეთ 128, 128 მრავლდება 365-ზე. რასაკვირველია, ყველა წელს 365 გვაქვს და ასეც არის. ეს გვაძლევს 46720 დღეს. აი ეგვიპტელებს ასე ქონდათ, იმათ ხო 29 ფებრვარი არ გამოუყენებიათ, პირობითად 29 ფებრვარი. ამიტომ ეგვიპტურ კალენდარში 128 წელიწადი შედგებოდა 46720 დღისაგან. მაგრამ ჩვენ ვინაიდან დავიწყეთ დამატება კიდევ 366 დღისა 4 წელიწადში ერთხელ. ეს ემატება ამ დღეებს არა 32 ჯერ ხაზგადასმულია 32, არამედ 31 ჯერ ქართველებმა გაითვალისწინეს, რომ 128 წელიწადში გროვდებოდა 1/11 დღეღამე და თუ ჰქონდათ 32 4წლეული, აქედან 31-ში დამატებდნენ ნაკიანი დღე ემატებოდა, ხოლო 32 4წლეულში 29 ფებრვარი აღარ ემატებოდა. ამაზე პასუხიც მივიღეთ ჩვენ თუ რატო ქვია ნაკიანი ზოგადად წელს. ნაკი ნიშნავს ნაკლს. უნდა ყოფილიყო 27 ფებრვარი ბოლო. მაშინ გასაგები იქნებოდა რატომ არის ნაკი? იმიტომ რომ 28-ზე ნაკლები 27, მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ 29 არის და ნაკი ქვია, ხო? რატომ არის მეტი სხვა ტერმინი მოიგონებინათ ქართველებს, არა? აღმოჩნდა რომ ნაკი სახელწოდება ნაკიანი წლისა ეს 128 წლიან ციკლში 1/11 დღე რომ მეტია და რომ ამოიღება რომ აკლდება, აი ის ნაკია 128 წლიან ციკლში ამოღებული 1/29 ფებრვარი არის ზუსტად მიზეზი და საფუძველი სიტყვისა ნაკი, ნაკიანი წელიწადისა. აი ეს ნაკლი წელიწადში 128 წლიან ციკლში განმარტავს კიდევ ყველაფერს ამას. რა მივიღეთ ჩვენ? ჩვენ მივიღეთ რომ 31 ნაკიანი წელი 32-იან ციკლში 4 წლეულიან ციკლების ჯამში გვაძლევს 46751 დღეს. უნდა ყოფილიყო 52, როგორიც დღეს გვაქვს? კი ბატონო, თუმცა იმის გამო რომ 31 ჯერ ემატება და არა 32 ჯერ, კი ბატონო. გამოგვივიდა და დავიმახსოვროთ ეს რიცხვი, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია 46751. ეს არის 128 წლიანი ციკლის ქართული მზის კალენდარული ციკლის ის პირველი და უпростоრად უზარმაზარი სასწაული, რომელიც სოფლიოში არავის არასოდეს არ ცოდნია. ამას ჩვენ გველაპარაკება ამაზე ქართული ასომთავრული ანბანი. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ჩვენ დავამთავრეთ რამაზ პატარეძის ქართული ასომთავრული და ვიწყებთ ალიკო ცინცაძის ქართული გემატრიის, იგივე ჰემატრიის პირველი აღმოჩენების განმარტებას. ჩვენ აქ ეკრანზე ხედავთ ფებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის ერთ ფრაგმენტს. ეს დაწერილია ხუცური ანბანით, ნუსხა ხუცურით და ჩვენ ხედავთ რომ აქ ბოლოში მეგავლებული მაქვს მელნისფერი მარკერი, ეს არის დასასრული ამ ქებაისი და ეს თავდება ასეთნაირად წარმოგითხარ 100 ესე წელი ანბანისაი. ამით მთავრდება. აი ამ მელნისფერის ქვემოთ მონიშნული მაქვს ყვითელი ფერით 400 ნიშანი, რომელიც გადიდებული ამოტანილია ტექსტის შუაში. ეს 400 ნიშანი ასევე მოცემული მაქვს ეკრანის მარცხენა დაბალ ყველაზე ქვემოთ ხაზზე ლცყთ, ეს უკვე ასომთავრულით რომელიც წერია თეთრ ფონზე. ესე იგი იოანე ზოსიმე ტექსტის დასაწყისშიც და ამ შემთხვევაში რომელიც ეკრანზე ჩანს ტექსტის ბოლოშიც წერს 400 ნიშანს ლცყთ. აი თქვენ ხედავთ კიდეც უკვე თანამედროვე მხედრული ანბანით ამ 400 ნიშანსაც და ყველა მეცნიერმა ეს განმარტა და სწორად განმარტა. ეს ნიშნავს ლოცვა ყავთ. იოანე ზოსიმე ჩვენ გთხოვდა რომ ვილოცოთ მისთვის. მის წაიკითხავდა ახლა ამას იმაზე საუბარი. არ დაგვაუწყდეს რომ ეს ხელნაწერები მე-10 საუკუნეში სინას მთაზეა დაწერილი
ან შექმნილი, ან დაწერილი, ან გადაწერილი შეიძლება და იქ ინახებოდა ჩვენ ეს ქებაი და დიდებაი აღმოაჩინეთ მხოლოდ მე-20 საუკუნეში. მანამდე რამოდენიმე საუკუნე ამის არსებობის შესახებ ქართულმა ეკლესიამ და საქართველოს არც კი იცოდა. მოხდა ისე რომ მეცნიერება ეს ყველაფერი აღმოაჩინეს და ამაში თუ არ ვცდები ჩვენ დიდ პატრიარქს ილია მეორესაც თავისი დიდი წვლილი მიუძღვის. სინასთავზე ის იმყოფებოდა და სწორედ მისი ყოფნის დროს არის ქართული ხელნაწერები იქ იყო და იქ აღმოჩნდა კიდეც საოცარი სიმდიდრე და საგანძური აღმოჩნდა. აი ეს ლცყთ ლოცვაყავთ ყოფილა კიდევ ერთი საოცრება. ჩვენ ახლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და ნახოთ რა არის ეს ლცყ და თ. ეკრანზე თქვენ ხედავთ ბოლნურ ჯვარს. იმ ხელნაწერს ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი, რომელიც იოანე ზოსიმეს მიერა გადაწერილი ან დაწერილი ან შექმნილი. აი ეს ჯვარი ახატია. ამ ჯვარს 400 ნიშანი მოჰყვება ისევე როგორც იმ წარწერას. ახონთ პირჯვარის გადაწერის გზით მეორდება. ანუ ჯერ პირჯვარის როგორც ვიწერთ ვიწყებთ ზემოდან, არის ლ, იგივე ლას, ჩამოვდივართ ქვემოთ, ეს არის ც, იგივე ცან, გადავდივართ ჩვენგან ამ შემთხვევაში მარცხნივ, თორე ვინც პირჯვარს იწერს ის პირველი მარჯვენა მხარეს გადაიწერდა, იქ არის ყ, იგივე ყარ, რომელიც ყვითელი ფერებით ჩანს ეს ჯვარზე მომცემული მაგ და შავი ფერით მას გვერდზე უწერია, სწორედ ნამდვილად როგორ წერია ქებაიში ეს ყველაფერი და შემდეგ თავდება უკვე თანით. ჩვენ ხედავთ ასომთავრულებს უკვე თვითონ ქებაიზე როგორ არის გამოსახული. ესე იგი ჩვენ მივიღეთ ასეთი რამ. ლას, ცან, ყარ, თან. რა უნდა იყოს ეს ხო? თურმე. ალიკო ცინცას ეს უზარმაზარ აღმოჩენას მივოდექით ჩვენ. ლას იოანე ზოსიმეს ხელნაწერით გავიგეთ რომ ეს ყოფილა სახელწოდება ქართული მზის კალენდარის 128 წლიანი ციკლისა, რომელიც ჩვენ უკვე მოვყევით. 128 წლიან ციკლს ყველაზე მოკლედ ქვია ლას. ჩვენ ეს ინფორმაცია შემოგვინახა იოანე ზოსიმემ. ესე იგი, ლას ჩვენ გვეუბნება მზის 128 წლიანი კალენდარული ციკლი, შემდეგ მოყვება ცან. ცან არის სიტყვა, ამოიცანი. ანუ ეს ციკლი ამოიცანი იპოვე. სად უნდა ვიპოვოთ ეს ციკლი? ყართან. ყარ ასონიშანია, თან ეს გრამატიკული დანართი. ყართან იპოვეო. ყ ასონიშანთან რომელი ასოა? არის ღანი, ღ, რომელიც მოყვება. და ახლა გადავდივართ ამ აღმოჩენაზე ზუსტად. ესე იგი, მზის 128 წლიანი ციკლი უნდა ვიპოვოთ ყართან. ყართან არის ღანი და აქ მწვანე ფერით მოცემულია ყარ და ღან. ყარს თავზე აწერია რიგითები. ხ 26-ია. ასომთავრულ ანბანში ა პირველია, ამიტომ ერთიანი წერია, რ მე-19-ია. ამათი ჯამი ჩვენ გვაძლევს 26 რომ მივუმატოთ 1, მივუმატოთ 19, გვაძლევს 46. რიგითი სათვალავებით აი ეს ჯამი იძლევა 46. ღანი რა არის? ღანში გამოიყენება რიცხვითები. ღ 700-ია, 25-ია, მაგრამ უდრის 700-ს. კი ბატონო, რიცხვით ნიშნავს. ა პირველია და 1-ია და ისევ ერთიანი წერია. ν იგივე ნარ მე-14-ია და 50-ია რიცხვით. 700 მივუმატე 1, მივუმატე 50, გვაძლევს 751. ახლა ჩვენ მიღებული გვაქვს ორი რიცხვი, 46 ყარიდან და 751 ღანიდან. ავიღოთ ეს ორი რიცხვი და მექანიკურად დავდოთ 1-2-ის გვერდით და გავიგებთ რომ რამას პატარიძემდე, ალიკო ცინცაცემდე ეს ჩვენი ასომთავრული ანბანის საოცარზე საოცარი და ტევადი ინფორმაცია ცნობილი ყოფილა მე-10 საუკუნეში ქრისტიანი ბერისთვის, იოანე ზოსიმესთვის, ან შეიძლება ითქვას რომ იმ საძმოსთვის, რომელიც ქართველები რომ იყვნენ სინასწრაფზე. ესე იგი, იოანე ზოსიმემ ეს სახელიც პირობითია. ეს შეიძლება იოანე ზოსიმეს შექმნილი არაა. ეს შეიძლება მას დახვდა და გადაწერა. თვითონ აი ეს გავხსნათ ესე ძველი ფაილი, დავინახავთ რომ თვითონ სიტყვა იოანეს და ზოსიმეს შრიფტია. ეს დაფარული ინფორმაცია. იოანეს ქვემოთ უწერია რიგითები. არის 10, 16, პირველი 14, 9. იოანე გვაძლევს 46. ისევ იმ რიცხვთან მივდივართ. ზოსიმე გვაძლევს 71-ს ანალოგიურად, თქო 751-მდე ეს რიცხვები არ გაძლევს საშუალებას რომ მიმატებაში აიყვანო ზოსიმე. ამიტომ იქ შუა ნაწილი გამოტოვებულია, მაგრამ
მიახლოებით 751 გადმოიცემა როგორც 7-იანი ზოსიმეში. ესე იგი იოანე ზოსიმე არა მარტო სახელია და შეიძლება მას არც კი გადაუწერია და არც დაუწერია, ეს არის შრიფტი, რომ ამას ქართველი პირობითად იოანე ზოსიმე ან მე-10 საუკუნეში ან მე-9-ში ან მე-4-ში და მე-5-ში ან მე-4-5-ზე ჩვენ მაგალითად რამაზ პატარაძე გვესაუბრება, სხვადასხვა აზრები არსებობს და ყველა აზრი შეიძლება მართალიც კი იყოს. იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კი არის მე-10 საუკუნისა, მაგრამ თვითონ ეს ცოდნა რომელი საუკუნისაა, ეს აქედან ჯერ კიდევ არ ჩანს და არც კი ვიცით, მაგრამ საოცრება ისაა, რომ ქართულ ეკლესიაში სინას მთაზე, ქართულ საძმოში ეს ინფორმაცია არსებობდა და ქებაი და დიდებაის სახით შემოგვინახა კიდეც იმ ეგვიპტის ტერიტორიაზე არსებულმა მონასტერმა. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. სიტყვა წელი. ხო წელია, ყველა ვინც წელი რას ნიშნავს. მაგრამ აღმოჩნდა რომ მას მათი თავისი ჰემატრია, გემატრია, მათემატიკური აღნაგობა გააჩნდა როგორი. ლას მე-12-ია 30-ია რიცხვით. პირველი ოპერაცია მათემატიკური დაიწყო, აი ხედავთ წითელ ერთიანს, ამ ისას რომ გამოყვეთს ლ-დან ქვემოთ რომ მომდინარეობს და შემდეგ რომ გავუხოვს მარჯვნივ, აქ გვაქვს ლასის პირველი ფორმულა 12 გამრავლე 30-ზე მივიღეთ 360. ეს 360 დღეა, 12 თვე 30 დღიანი. მეორე ფორმულა, ეს არის მეხუთე ასონიშანი e. დაუმატე 360. მივიღეთ 365. აღმოჩნდა რომ ეგვიპტურებს ეს კალენდარი, კაცო, ყოფილა გადმოცემული სიტყვით L. 100 ესე წელიანბანი საერთოდ თავზე წერია, აქ წელი სიტყვა მივანიშნე რომ წელი გამოიყენება, ორჯერ გამოიყენება წელი და ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ესე იგი, ჩვენ მეორე ასონიშანი L გვეუბნება რომ მე სიტყვა L-ს ვამთავრებ, L იყო და დავემატე და გავხდი L და მივიღე 365. ეს L არის სიტყვაც, რომელიც არის ღმერთი, არაბებთან, ებრაელებთან ღმერთს L ქვია მათთან და ეს L რა თქმა უნდა სიტყვაა და სახელია, მაგრამ იმავდროულად ჩვენ დავინახეთ რომ ეს არის ასტრონომიული კოორდინატი, რომ L რომ უდრის 365 და ამას მარტო ქართული ანბანი გადმოსცემს. ლასი მე-12 და 30, ან ნებისმიერი ასონიშანი მე-12 და 30 მარტო ქართულშია. სხვაგან ბერძნულში მე-12-ს 40 შეესაბამება, სხვაგან სხვა რამე შეესაბამება, ზოგს საერთოდ არ აქვს რიგით ნომერი, ზოგს არ აქვს საერთოდ რიცხვით მნიშვნელობა. ანუ მე-12 ასონიშანი რომელიც ჩვენთან ლასია 12 და 30 მარტო ქართულშია. ანუ 12 და 30 სანაფარდობა მარტო აქ გაძლევს 360, სხვაგან ამას ვერ მიიღებ და აქ L უკვე არა მარტო სახელი არის ღმერთისა, არამედ ზოგადად ღმერთია როგორც ასეთი სხვა ენებში. ეს ჩვენ ენაზე ყოფილა ზუსტად კოორდინატი 365 დღისა. ასტრონომიული მონაცემი ყოფილა. ეს ჩვენი ელიობა ცნობილი და ყველაფერი, ამაზე ჩვენ თუ დრო გვექნება, ამაზეც მოგახსენებთ რას ნიშნავს. ეხლა დროს ვზოგავ. ესე იგი, ისევ დავაბრუნოთ L-მა მოგვცა ეგვიპტური მზის კალენდარი, რას გვაძლევს წელი? ორფერად მომნიშნე წელის რიგითი ნომერი. 31-ში პირველი სამიანი ნარინჯისფერია, მეორე ერთიანი მწვანე ფერისაა. ეს ის ფორმულაა ზუსტად ჩვენ რო გავიარეთ წილი. წილში 3 წელი 365 დღეა. ერთი წელი ერთ წელში ემატება ერთი დღე. აი ეს ფორმულა უკვე რომელიც გავდილი გვაქვს, ჩვენ სიტყვაში წელ გვეუბნება. წელს ახალ წელს რო ვლოცავთ, წელი ნიშნავს რომ მე წელ რომ წარმოვთქვი, ამაში თურმე იგულისხმება 4 წლეული თავისი 29 თებერვლი და ბოლოში რომ წერია 365 გამრავლებული 3-ზე ეს დღეების რაოდენობა იმ პირველ 3 წელიწადში. შემდეგ მიმატებული 366 გამრავლებული 1-ზე, აი 1461 დღე ჩვენი დღეს არსებული 4 წლეულის დღეების რაოდენობაა. 4 წლის განმავლობაში რამდენი დღეა? 1461. როდესაც 29 თებერვალი აღარ დაემატება, მაშინ გვექნებოდა 1460. აი ეს სლაიდიც გავიარეთ ჩვენ უკვე და გადავიდეთ შემდეგზე. იგივე სლაიდია, მაგრამ აქ მოცემულია რომ აი პირველი ოპერაციის შემდეგ მიღებული 360 ეს არის თურმე ლას 128 წლიანი ციკლის სახელწოდებას, რაც იოანე ზოსიმემ დაგვიტოვა და მისგან გავიგეთ. 360 ეს ასევე არის წრეში, რომ არის 360 გრადუსი. აი ეს 360 გრადუსიც მანდიან გარიშება და ახლა მათემატიკას დროებით და გეომეტრიას თავს დავანებებ, იმიტომ რომ ის სხვა დიდი თემაა ქართულ ანბანში, რომელიც მოიპოვება. სხვათა შორის პი რიცხვი ხომ იცით რომელია პი? 3.14 კიდე. აი წილი 31 და 4 ასევე ნიშნავს პის
3.14 არის წილი ასევე. და ეს 3.14 ჩინელებმა მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში თუ მიაღწიეს მანამდე არავინ არ იცოდა რას უდრიდა ზუსტად ეს ყველაფერი. ხან 3.2 იყო, ხან 3.1 იყო, მაგრამ 3.14 მარტო იყო წილში და ქართველებში. აი ეს გეომეტრიული ინფორმაციას ისე ეს დამატებით რომ თქვათ. ეგვიპტის მზის წელია, რომელიც მოყავით წელი 4 წლიანი ციკლია. შემდეგი სლაიდი. იონე ზოსიმე წერს რიცხვს რომ სასწაული რიცხვი გვაქვსო ჩვენ ქართველებსო ან ბანშიო ეს არისო 4-10-14 წელი ანუ 94 წელი არის საოცრებაო 94 ვერ გაიგეს მეცნიერებმა რას ნიშნავდა იმიტომ რომ არც წელთაღრიცხვთა შორის განსხვავებები არ იყო იქ ხან 104 იყო ხან 106 იყო ვერ მიხვდნენ რა იყო 94 რა ყოფილა 94 სიტყვა წელიც აქ დაფარულია აქ ალიკო ცინცაძემ აღმოაჩინა რომ ეს წელი ნიშნავს სიტყვას წელიწადი. აი ხა ჩვენ დავიწყოთ წელიწადის გაშიფრვა. წელიწადს უწერია ქვემოთკენ რიგითი ნომრები. 31, 5, 12, 10, 31, 1 და 4. ჰემატრიაში, იგივე გემატრიაში ქართული სიტყვის ბოლო ასონიშანი რომელიც ბრუნვის მანიშნებელია ი ამ შემთხვევაში წელიწადი, წელიწადმა, წელიწადს, ი, მას არის ანგარიშება. მარტო სიტყვის ძირი ანგარიშება. ბრუნვის ნიშანი არ შედის ანგარიშში. აი აქ ამ რიცხვების ჯამი გვაძლევს 94-ს, მაგრამ მარტო ეს არ ყოფილა საოცრება. ჩვენ წინა სლაიდზე ვნახეთ რომ აი წელი გვაძლევდა 1461 დღეს, ავიდეთ ახლა პირველ ხაზზე ზემოთკენ და დავინახავთ რომ 1461 რომ გავამრავლოთ 31-ზე, ჩვენ მივიღებთ 45291 დღეს, რომელიც არის 31 4-წლეულის დღეების რაოდენობა. ამ 31 4-წლეულში შედის 29 ფებრუარიც. როგორც ჩვენ დღეს აღვიცხავთ 4-წლიან ციკლს. და შემდეგ უკვე წელის შემდეგ რომ მოდის სიტყვა წადი, წელი იგივე ელ წადი ეს ამას ნიშნავს რომ ძველი რაც იყო ცოდნა წადი და ახალი მოდის ეს ალიკო თინცაძე ასე განმარტავს. მე ახლა მაგდენი მაინც და მაინც არ მესმის ეს რას ნიშნავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც მესმის იმას მოვუყვები. მეორე წადიში პირველი ისევ 31-ია. აი ეს ის 31 არის, რომელიც მრავლდება 31 4 წლეულის მანიშნებელია, რომელიც მრავლდება 1461-ზე. და შემდეგ უკვე ამას მოყვება ა და д. არის 1 d 4-ია. ესე იგი 1 4 წლეულია. 4 რომელიც 3+1 აღარ არის, მარტო 4-ია. 32-ში ხომ მხოლოდ 31-ში შემატებოდა. კი ბატონო, კი. აქ 4 გეუბნება რომ მე ერთნაირი წელი ვარ. მე არაფერი აღარ მემატება, მე 4-ვე წელს 365 ვარ. ამიტომ იმ მნიშვნელობას რომელიც 4 წლეულების დღეების რაოდენობა არის, დაამატე 1 4 წლეულის დღეების რაოდენობა, აი თქვენ რომ პირდაპირ გამოვიცანით 1460 და არა 61. 1460 დღე რო დაემატება იმ ჯამს, ჩვენ მივიღებთ ისევ 46700 51. ანუ 128 წელიწადში დღეების რაოდენობას ქართული კალენდრით, კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ მარტო ერთი სიტყვა წელიწადი მოგვითხრობს წრეში გრადუსების რაოდენობას, ეგვიპტური მზის კალენდარს, დღევანდელ 4 წელეულს და 128 წელიწადს და მათში დღეების რაოდენობას გვაძლევს. ერთ სიტყვა წელიწადში, ეს როგორ გითხათ რა, 1 ტრილიონი სიტყვა უნდა მოიფიქრო და ხელოვნური ინტელექტი უნდა აწვალო და შეიძლება არც სიტყვა ახალი ვერ გამოიგონოს. თავისი ანბანიანა და თავის ყველაფრიანი. აი ეს სიტყვა წელიწად აღნიშნავს საოცრებას. 1-94, რომელსაც ჩვენ კიდევ მიუბრუნდებით და დღეების რაოდენობას, რომელიც ცოდნია იონე ზოსიმეს და რომელიც ამოიცნო 21 საუკუნეში ალიკო ცინცაძემ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. რა ყოფილა კიდევ ეს 94 ჩვენ ახლა ამას უახლოვდებით. ადამიანი დგას. წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ფანჯარასთან ან აივანზე ყოველ თვეს ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე დროს გამოვდივართ, თქვა პირველ რიცხვში ყოველთვისა და უყურებთ რა ადგილაზე ამოდის მზე. და ვხედავთ რომ ეს ადგილი იცვლება. იწყება უკიდურესი მიჯნიდან და შემდეგ მოყვება რაღაც წერტილამდე. შემდეგ ისე უკან ბრუნდება. ვინაიდან დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, თავის გარშემო ბრუნავს და ამ ბრუნ მატერიალში მზე ამოდის სხვადასხვა ადგილას, ხან თბილა, ხან ცივა, ხან ასია, ხან ესია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ მზე და დედამიწა ერთმანეთს სხვადასხვანაირად უყურებენ.
ყოველთვის და ყოველ ესდეგივე დროს ჩვენ ხედავთ აი ამ სურათს, ჩვენ ხედავთ მზეს ამ 12 თვის მანძილზე. ხედავთ სხვადასხვა ადგილას ამოსულს. იწყება პირველ თვეს უკიდურეს წერტილში, მიაღწევს მე-6 თვეს ყველაზე მარჯვენა მხარეს და შემდეგ 6 თვე ის უკვე ისე უკან ბრუნდება, სადაც უკვე მე-12 თვე გვხდება. ეს წარმოუდგენლ პერიოდია 22 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე და ადამიანი რომ უყურებს პირველ 6 თვეს, ანუ უკიდურეს მიჯნას რომ უყურებს 6 თვეში ხო ჩანს პირველ და მე-6 თვეს უკიდურესი მიჯნები. ეს 47 გრადუსია. უკან ბრუნდება ისევ 47 გრადუსს გაივლის. რატომ ხდება ასე? სკოლაში გვახსოვს და ჩვენ გვინახია კიდეც გლობუსები. გლობუსები არ არიან ვერტიკალურ მდგომარეობაში, დახრილები არიან. დედამიწას გააჩნია თავისი ღერძი. ის ღერძი გლობუსთან მოყვება კიდეც. აი ეს ღერძი, რომელიც დაყვება ვერტიკალურ ღერძთან მიმართებაში 23 გრადუსით არის გადახრილი. აი სულ დაბლა მარცხენა კუთხეში აი ეს სურათია მოცემული. 23 მომატებული 23. აი ეს ვერტიკალური ღერძი და გადახრილი. აი ეს 23 გრადუსია სამ თვეს რომ უდრის ეკვატორიდან მზის გადახრის კუთხეა. შემდეგ ის ჩავა ეკვატორის დაბლა და შეადგენს 47 გრადუსს. შემდეგ ისე უკან დაბრუნდება წლის ბოლოს და ისევ მეორე 47 გრადუსს გამოივლის უკან. ესე იგი ჩვენ წლის 6 თვეში ვხედავთ მზის მოძრაობას ერთი მიმართულებიდან მეორეს მიმართულებაზე მარცხიდან მარჯვნივ 47 გრადუსში ჩვენი თვალი და აი ეს ორი მიჯნა წერტილი არის 47 გრადუსიანი და შემდეგ უკან ბრუნდება ისევ ამ 47 გრადუსს გამოივლის უკან. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აი ეს 47 გრადუსი ისევ ის 94-ია, რომელიც სიტყვა წელიწადია და რომელიც გვაძლევს დედამიწაზე ყველასთვის უცნობ 128 წლიანი ციკლის დღეების რაოდენობას. თურმე მარტო სიტყვა წელიწად კი არ უდრის 94-ს, არამედ მზის მოძრაობა წლის განმავლობაში 47 და 47-ია. არის ზუსტად მზის ერთწლიანი მოგზაურობის გრადუსული ზომა. 94 გრადუსი და ქებაიში ასე წერია დასასწაულად ესე აქვს 414 წელი იოანე ზოსიმემ ესეც იცოდა და იოანე ზოსიმეში აი შიფრი მოცემული ასეთნაირად ჩვენ უკვე მზის კალენდრის საშუალებით გვეცნობა. ეს უკვე ალიკო სინცაზის მიერ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აქ ჩვენ წერაში ვხედავთ კი ბატონო მაგას შემდეგ იმაზე მოგახსენებთ. კი ბატონო. მაგრამ იოანე ზოსიმეს მარტო 94-ში არ მოუწია შიფრი. რომ ავიღოთ მთელი ტექსტი იოანე ზოსიმესი და ეს მას იქ რა ასონიშნებიც კი შედის უყოლა. ტექსტის სრული ტექსტის ასონიშნების ჯამი ჩვენ გვაძლევს 8050-ს. ესე იგი ეს არის უკვე დამადასტურებელი შიფრი იოანე ზოსიმეს კრიპტო ინფორმაციისა, ანუ დაშიფრული ინფორმაციისა. 8050 თავის მხრივ რა არის? ეს არის იგივე სიტყვა წელიწადის რიცხვითების ჯამი. 4000, 5, 12, 10, 4000, 1 და 4 წელიწად რიცხვითებით ჯამით გვაძლევს 8050-ს. ესე იგი წელიწად რიგითებით 94 და რიცხვითებით 8050 კიდევ ერთხელ გვეუბნება რომ შიფრაცია, შიფრი, კრიპტო ინფორმაცია ქართულ ეკლესიაში სინას მთაზე იმ ბერებს ჰქონდათ. რა თქმა უნდა მარტო მათ არ ექნებოდათ, ეს ეკლესიაში ცნობილი ინფორმაცია ექნებოდა, რა თქმა უნდა. აქ კიდევ ერთი მომენტია საინტერესო, აი ტექსტი მე იქ მოცემული მაქვს მწვანეთ და შემდეგ ლურჯად. აი ლურჯი ტექსტი ბოლოში ის მოუნიშნე რომელიც გვეუბნება 100 ესე წელი. 100-დან გემატრიაში შედის 100. ი აღარ შედის, ახლა ნიშანია. 100 არის 21. მოცემულია აქ მარჯვნივ ქვედა კუთხეში. ესე არის 30. 5 მიმატე 2 მიმატე 5. ეს ორივე ჯამში გვაძლევს 51-ს. და შემდეგ მოდის სიტყვა წელ, რომელიც არის 48. აი 51-ს რომ 48 დავუმატოთ, მივიღებთ 99-ს. აი ეს ციფრად მოცემული ორი რიცხვი 51 და 99 ჩვენ შემდეგ სლაიდებშიც დაგვჭირდება, ამიტომაც აქ მოვნიშნე რომ ქებაი და დიდებაი ამ შიფრაციას 100 ესე წელი შემთხვევით არ წერს. 100 ესე წელი შიფრაცია, რომელშიც ორი რიცხვი მოიაზრება 51 და 99. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე.
აღმოჩნდა რომ ქართველური ენები მეგრული, აი შუაში მოცემული გვაქვს მეგრული, ლაზური, სვანური და ქართული. და ისრებით მითითებულია თუ იმ ენაში როგორ გამოითქვის სიტყვა ღმერთი. მეგრულად ის გახლავთ ღორონთ, ლაზურად ღორმოთი, სვანურად ღერბეთი, ქართულად ღმერთი. დავიწყოთ მეგრულიდან ღორონთ. ალიკო თინცაძემ ამოხსნა, რომ საჭიროა 100 მილიარდი სიტყვა, ან 100 მილიარდი ენა, რომ შემთხვევით მიიღო ჰემატრიული მონაცემები რიგითებით 99 და რიცხვითებით 999. აი ეს რომ დაემთხვეს რომელიმე სიტყვაში 100 მილიარდი ცალი სიტყვა უნდა არსებობდეს, რომ შემთხვევით ერთი ესეთი მიიღო. ეს შექმნილი სიტყვა და მეგრელებმა იქ თავარ ნიშნად გამოიყენეს ციფრი 9. რატომ 9? იმიტომ რომ ერთეულებში 9 უმაღლესია. ჩვენი 9 თვალამზე, 9 უღელი ხარკამეთში, 9 ცა, 9 უმაღლესია თვითონ ციფრებში და დასაკვირველია, მან შეიძლება მხოლოდ გამოხატოს ღმერთი და კიდევ უფრო რო დავაზუსტოთ, მამა ღმერთი. რატო მამა ღმერთი? სულ დაბლა მარცხნივ ნახავთ ქართულად მამა ღმერთს. მამა ღმერთი 99-ია. ესე იგი, ქართული გვეუბნება რომ მეგრულში ღორონშიაც გამოიყენება, ეს მამა ღმერთია აქ განსაზღვრული. ღ 25 და 700-ია, ო მე-16 და 70-ია, ჩვენ ხედავთ ღ-ს ზემოთ ქვემოთ, ო-ს ზემოთ ქვემოთ, რ, ო, ნ, თ როგორც მიყვება, დააჯამებთ მიიღებთ 99-ს და 999-ს. ეს მეგრელებმა ასე განსაზღვრეს. ეს რა თქმა უნდა მარტო მეგრელების და მარტო ქართველების და მარტო სვანების მოფიქრებული არა, ეს ერთობლივი ნამოქმედარია და ჩვენ ამას ახლა ვხედავთ ზუსტად რა მასშტაბზეა საუბარი ქართველური ენების ურთიერთ მიმართებისა. ღორონში შედის უფრო მეტად გალურჯებული სიტყვა ორო. ორო მეგრულად არის ჩრდილი, სული, გარდაცვალებულისა, სული ზოგადად. არის კრძალვა ღვთის წინაშე. არის აი ამ ღმერთთან დაკავშირებული განცდების აღნიშნული. ყოველ შემთხვევაში ის არის სული. ეს პირველი მონაცემი ასეთია. და ეს ორო უდრის იმ 51-ს, რომელიც ჩვენ წინა სლაიდზე ვნახეთ, 100 ესე წელში რომ იყო პირველი ჯამი 51-ისა, ზუსტად ის 51 არის. ესე იგი 51 ჩვენ რაღაცაზე გველაპარაკება. ალიკო ცინცაძის განმარტებით ქრისტეშობამდეს და ქრისტეშობის შემდეგაც ქართველები ღმერთის სახელებს უკუთებდნენ კლასიფიკაციას, თუ შეეხებოდა საქმე მამა ღმერთს, იქ მხოლოდ 99 გამოიყენებოდა სახელდებისას და თუ იყო 51 ეს შეეხებოდა ღმერთის შვილს. მაგალითად კვირე ღმერთის შვილია, სვანეთში კვირიკო ბარომაა ცნობილი. სვანეთს 51 ასე ვთქვათ, ეს სახელი მიებარათ, რომ 51-ის უნდა ამ სახელს უნდა ელოცათ და მის წინაშე უნდა ყოფილიყო. ამიტომაც წმინდა კვირიკე და ივლიტა სწორედ შემთხვევით არაა შერჩეული ქრისტიანულ დღესასწაულად, იმიტომ რომ კვირიკეთან შვილია, თან კვირეა, ანუ შვილის ქრისტეშობამდე რაც იყო იმ წმინდანის ქრისტიანობაში გადმოსული მონაცემია. ესე იგი, ჩვენ ახლა ისევ სლაიდს დავუბრუნდეთ, დავინახავთ რომ სვანურ სიტყვაში ღერბეთში ეს ყველაფერი ჩანს. ღერბეთის ძირი არის ღერბ. მისი რიგითები 25, 5, 19 და 2 ასევე გვაძლევს 51-ს. და ამ ღერბში კიდევ უფრო აი ეს პირველი სამი ასონიშანი ღერი ნიშნავს ცალს. ღერო, ერთი ღერი მაგალითად კი ბატონო. ეს ცალია. ესე იგი ჩვენ დავინახეთ რომ სამი ასონიშანი ღორონში სულია, სამი ასონიშანი სვანურში ცალია. ეხლა მოვდივართ ქართული ღმერთისკენ. ღმერთი. ხა ჩვენ ბავშვობიდან ყველა მიცოდით რომ ღმერთი ისეთ იმდენად დიდებულია სიტყვა რომ აქ შედის სიტყვა ერთი. ესე იგი ჩვენ ღმერთი ქრისტეშობამდე ხო ქონდა ფარნავაზის დროს და კიდე მანამდეც არა შეუძლებელი რომ ღმერთი არ გვქონდა ეს სახელი არა, მაგრამ მაშინაც კი ვიცოდით ჩვენ რომ ღმერთი ერთი არისო, ანუ ჩვენ მრავალ ღმერთიანობას მაშინაც კი არ მივდევდითო, ასეთი სიხარული ქონდა ხო ესე მასწავლეს და ესე მახსოვდა სულ ბავშვობაში. ეს ერთ რა ყოფილა ერთ წარმოვიდგინეთ რა. მასშტაბები წარმოვიდგინეთ ქართული გემატრიისა და ჰემატრიისა. მე-5-ია, რ მე-19-ია, თ მე-9-ია. ქვემოთკენ რომ დავინახოთ ჩვენ 5-იანი, 19 და 9-იანი და წითელი ფერით 5-იანს რომ დავუკავშიროთ 19-იანის პირველი ციფრი 1, მივიღებთ
მექანიკურად გვერდ-გვერდზე დადებით 51-ს, ხოლო რა-ის მეორე ციფრს 9-ს რომ მივუერთებთ T-ს 9-ს, მივიღებთ 99-ს. სიტყვა 1 გვეუბნება ჩვენ რომ როცა ქართველებს ქონდა სიტყვა 1 უკვე. წარმოგიდგენიათ? 1 უკვე გვეუბნება რომ მე ვარ 51-იც და 99-იც. ოღონდ ისეთი, რომელსაც ერთმანეთს ვერ დააშორებ, იმიტომ რომ შუაში ერთიანი და ცხრიანი ის რ შემადგენელი ნაწილია. რ ვერ გაიგლიჯება. რ არის 19 ციფრებით ერთიანი და ცხრიანი. მაგრამ მექანიკურად ჩანს 51 და 99. ესე იგი მამა ღმერთი და ძე ღმერთი ჩვენთვის მათი არსებობა და მათი ერთიანობა იონეს ახარებაში მე და მამა ერთ ვართ, გასაგებია რაც არის. მაგრამ მათემატიკურად ეს ქართულში მოცემული ყოფილა. რომ ეს ერთობა თან ქრისტიანობამდე ქრისტიანობამდე ეს ნაცნობი ეს წინასწარმეტყველებას განსაზღვრავს. შენ ისევე როგორც ღვთისმშეული სხვა ერთს ელოდებოდა, ვისაც ელოდებოდა და მათ ვერ იცნეს, ჩვენ თურმე ველოდებოდი და ვიცარით. ეს ხა ჩემი შეხედულება და ძალიან გთხოვთ ნურავინ რელიგიურ შეხედულებას. ეს არ გავითვალისწინოთ არ ჩემ შემთხვევაში. ეს ჩემი სუბიექტური წარმოდგენაა და ძალიან გთხოვთ რომ ამას არც კი მიაქციოთ ყურადღება. ჩათვალეთ რომ არაზუსტია ხა მე რაღაც განცდა მაგ და რაღაც წარმომიდგენია ეს აღნიშნავს ასტრონომიას და მათემატიკას. ეს გადადეთ გვერდზე. უბრალოდ ხა ჩემი გითხარით ამ შემთხვევაში. კიდევ ძველი სლაიდი გავხსნათ და ჩვენ დავინახავთ რომ ლაზური სიტყვა ღორმოთი იანგარიშება ოღონდ ერთი საოცრებაა. ღორმოთში რიცხვიტები 999-ია, მაგრამ რიგითები 99-ს პირდაპირ ვერ გვაძლევს, იმიტომ რომ თუ ის ბოლოში რომელიც წერია 10-იანად ჩავთვლით, მაშინ ავწდებით იმ რიცხვს. ამიტომ 10-იანიდან გაფერდებული მაქვს მე მეორე ციფრი 0, როგორც ის ციფრი, რომელიც არ უნდა შევიდეს ჯამში. ერთიანი უნდა დავუმატოთ მხოლოდ წინა რიგითებს და მაშინ მიიღებთ 99. ანუ ლაზური ნახევარი ნაბიჯით არასრულყოფილია. ღორონთი სრულყოფილია, ღერბეთი სრულყოფილია, ღმერთი სრულყოფილია. ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ მათემატიკური მონაცემები გითხარით. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ჩვენ ნახეთ მზის მოძრაობა, მაგრამ რა არის თურმე თვითონ სიტყვა მზე? სვანებს ეხლაც და ადრეც მზე ქონია სიტყვა, ოღონდ ეს გარეშე იყო მზ. მ არის 40 რიცხვით, ზ არის 7. ჩვენ ნახეთ რომ 47 გრადუსი როდის ნახევარდაცვაში როგორ გაივლის. მზ თურმე ყოფილა არა სიტყვა. არა სემანტიკა და სემი ასე ვთქვათ. არამედ ეს ყოფილა კოორდინატი ისევ და ისევ მზის მოძრაობისა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე. მაგრამ ამით არ თავდება მზდან ჩდება სიტყვა მზე M5 არსებობდა M2, აი მე შემდეგ წერია მზე M2, ის მერვიას ონიშანია. ჰექვია ამას რეალურად. ის მე გახდა ჰაე და გადახდა ბოლოში, თორე ეს მერვიას ონიშანი იყო, ეხლა მოღებული რომელიც არის. ჰაეთი მაგიტომ თავდება რა და ჯანით თავდება ქართულას მთავრული. აქ მზეს M2 რომელშიც არის გვაქვს მონაცემები ჯამში 28 და 55. რას ნიშნავს 28? კვირას ჩვენ აღურიცხავთ მთვარის კალენდრით, რომელიც 7 დღიანია. 7-ობით თვლის სისტემაში 7-ის ფარული რიცხვი არის 7-მდე რაც ჩვენ კი გვხვდება 1 2 3 4 5 6 7-ის ჩათვლით, ამათი ჯამი ეს 28 არის. ესე იგი მთვარის კალენდარს რომ ხალხი მიყვებოდა, მათთვის მთავარი რიცხვი 28 იყო და მზის კალენდარს რომელიც მიყვებოდა, 10-ობით თვლის სისტემაში ჩვენ 9-ობით თვლა გვაქვს რა, 1 10 100 10-ობითია. აქ უკვე მიემატება 1 2 3 4 10-მდე და გვაძლევს 55-ს. აი ეს წყვილი განსაკუთრებული წყვილია. 28 და 55 მზეს ორი ჰემატრიული განმარტება. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს არის ჩვენს ნაქალაქარ ვანში აღმოჩენილი კუს ხელსაბამი. ნახეთ რამდენად დიადია. ვანი თავში მალავდა არქეოლოგიურ არტეფაქტებს, მაგრამ ეს არტეფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეების კუს ხელსაბამი, რომელიც ჩვენ გვეუბნება შემდეგს, რომ მაშინ გადავიდეთ შემდეგ უკვე შემდეგ სლაიდზე. აი ეს სრული ხელსაბამია მოცემული, რომ მაშინ, როდესაც ვანი შემადგენელი იყო კოლხეთის სახელმწიფოსი, იგივე ლაზიკისა, ანუ ეს მაშინ იყო
ჭანურ ენაზე ლაზურ მეგრულად ან მეგრულად როგორც იყო მაშინ ეს წარმოდგენილი იმ ენაზე ჭანურად მოლაპარაკე ხალხის ქალაქია ვანი ეს ესეთი ცენტრალური ქალაქია სამეფო ქალაქი შეიძლება კი იყო სადაც უძვირფასესი რამა არქეოლოგიურად მოპოვებული აი ეს ყველცამები ჩვენ რას გვიყვება თურმე რომ მაშინ ჭანეთში დასავლეთ საქართველოში ის ინფორმაცია ისევე ქონდათ როგორც აღმოსავლეთ საქართველოში რა არის ამ სურათზე აქ არის ერთი დიდი კუ ეს ერთი წელია 30 პატარა კუ ეს თვის 30 დღეა და 94 ბურთულა აი ეს 94 ბურთულა ეს არის ქართული მზის 128 წლიანი კალენდარი გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე ამ გადაცემის ბოლოში მივდივართ ჩვენ ხედავთ ქართულ ასომთავრულ ამბანს ჩვენ აქ ხედავთ რომ პირველი ასონიშანი ან ეს შუმერული ასონიშანი ან თვარის ასახავდა იქაც და აქაც ჩვენ დავინახავთ მე-19 რაეს რომელიც ყველაზე დინამიური გრაფიკის მქონე ასონიშანია დედამიწაზე რაც კიანბანი არსებობს ეს არის აბსოლუტური დინამიკა ბორჯღალის უმცირესი გამოსახულება ბრუნვალ ტრიალს რომ ასახავს სამყაროსი ეს რაე არის რაე და ეს ეგვიპტურ ცივილიზაციაში რა იყო მზის ღმერთი მაგათანაც აქედან მოდიოდა მათი ფარაონის სახელების და ბევრი სხვა რამ ჩვენ ხედავთ მე-16 ონს რომელიც ასევე ბრგვალია და მზეს ასახავს ონი ერქვა ეგვიპტის დედაქალაქს დღეს რომ კაიროა ადრე მას ერქვა ონს მერე ბერძნებმა დაარქვეს ჰელიოპოლისი ესე იგი მზის ქალაქი ჰელიო ხომზე არის და იქ იმ ქალაქში ონში იდგა მზის უზარმაზარი სალოცავი იმ დროინდელ მსოფლიოში ის იყო ცენტრალური სამლოცველო ადგილი მზის თაყვანისმცემელი ხალხებისა ესე იგი ონ სახელწოდება შემთხვევითი არა რაჭაში ონს რომ ონი ქვია არც ეგ არაა შემთხვევითი რაჭაც რომ ქვია ერთ-ერთი ვერსიის სახით წარმოადგენთ რა მზე არის და ჭა არის რაჭა რითია გეოგრაფიულად საინტერესო რომ ძალიან მცირე გეოგრაფიულ ადგილას დედამიწის თვალსაზრისით რა ესე იგი რიონი არის ზღვის დონიდან 400 მეტრზე ერთ ადგილას და ეს მაღალი მთები არის 4400 მეტრზე ამ პატარა ადგილზე ჭასავით არის ზუსტად მთების გარშემო ესე იგი 4 კილომეტრზე მაღალ მთებში რიონი მოედინება რომელიც არის 400 მეტრი ზღვის დონიდან 4 კილომეტრი ჭა არის სიმაღლით ალბათ ასე ქვია ხა ესეც ამ შემთხვევაში არ მიიღოთ როგორც სამეცნიერო ინფორმაცია ეს ჩემი ახლობლის მიერ გაზიარებული ცოდნაა და განიხილეთ როგორც ვერსია რამას პატარიძე და ალიკო სინცაძე არანაირი ვერსია არ არის არის ზუსტი მეცნიერება მათემატიკა და ასტრონომია რასაც მოგებოდაო ჩემგან ეს არ არის მეცნიერება ეს არის ვერსიები გარდა ამისა დავაბრუნოთ ჩვენ ანბანის წინა სლაიდი და დავინახავთ რომ აქ ჩვენ გვაქვს ხარ ასონიშანი აი ჯანამდე არის ხარი ესეც შუმერული ასონიშანია რომ წარმოიდგინოთ და მთვარის ზოომორფული შვილია ესე იგი ჩვენ ას ვლაპარაკობთ როგორ შეიძლებოდა ქრისტეშობის შემდეგ ჩვენ წელთაღრიცხვაში შექმნილი იყო ეს ამბანი როგორც ახლა ამას აღიარებს ქართული სამეცნიერო საზოგადოება ოფიციალურად და რომელიც გაეგზავნა იუნესკოს რომ მაინც და მაინც მე-4 საუკუნის ძეგლი არის ქართულიო როგორ შეიძლება იყოს მე-4 საუკუნის ძეგლი და გამოიყენებოდეს შუმერების და ეგვიპტელების საღმრთო სახელები მაშინ როცა ამ ცივილიზაციების არსებობა ცნობილი უკვე აღარ იყო აღარ იკითხებოდა არც მათი იეროგლიფები და არც ლურსმნული დამწერლობა მოსჩანდა სადმე სანამ მე-19 საუკუნეში არ აღმოაჩინეს ევროპელმა მეცნიერებმა ესე იგი თვითონ სახელდება გრაფიკა და ეს ინფორმაცია რომელიც გადმოგეცით ჩვენ გვესაუბრება რომ ქართული ანბანი ეს არის ძველი წელთაღრიცხვისა ოღონდ რომელი ათასწლეულისა ეჯერ არ ჩანს რამას პატარიძემ თავიდან განსაზღვრა რომ ეს იყო მე-5 საუკუნე შემდეგ მან დაადასტურა რომ ეს იყო მე-6 საუკუნე მაგრამ დიდი ივანე ჯავახიშვილი ჩვენ თავის შესანიშნავ წიგნში ქართული პალეოგრაფია შეგვიძლია დავაბრუნოთ ახლა უკვე ჩვენ ვილაპარაკოთ ეს აღარ გვინდა ივანე ჯავახიშვილი ჩვენ ასე გვამცნობს რომ ქართული ასომთავრული ანბანი და ბერძნული ანბანი არიან კაპიტალური ანბანები აგაგებით რომ ეს ასონიშნები ორ ხაზს შორისაა მოქცეული ანუ აქ ჩვენ რომ წერთ მაგალითად მხედრული ასონიშნებით ეს სამ ნაწილადაა გაყოფილი შუაში ზემოთ და ქვემოთ აი თქვათ м თუ არის ზემოთ და შუაში ე არის ქვემოთ და შუაში გამიგეთ სამ ნაწილიანია მაგრამ ასომთავრული არის ორ ხაზს შუა ტოლი ასონიშნებია კაპიტალური ამიტომ ქვია ასეთია ბერძნულში და ასეთი ანბანი შეიძლებოდა შექმნილიყო მხოლოდ
ძველი წელთაღრიცხვის მე-7 შეიძლება მე-8 საუკუნეშიც კიო. ივანე ჯავახიშვილი ჩვენ ამას გვეუბნება, მაგრამ უახლესი აღმოჩენები რამაზ პატარიძისა, ალიკო ცინცაძისა, ჩვენ გველაპარაკებარო, კაცო, აი ეს მზე რომ არის 47 გრადუსიანი კუთხით. რატომ არის ასე? იმიტომ რომ 47 გრადუსი, რაც ჩვენ დავინახეთ, გახდა ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000-ლეულის ბოლოს. ესე იგი, მაშინ ამბანი უკვე არსებობდა, რომ შენ დაგერქმია მზ 57 და ის მანამდე 58 გრადუსი იყო. ანუ დედამიწის ღერძი დღეს რომ არის გადახრილი 23.5 გრადუსით ვერტიკალურიდან, მაშინ იყო გადახრილი 24 გრადუსით. ეს ცვალებადი მონაცემია. ეს არ არის კონსტანტა, ასე რომ ვთქვათ, ერთი და იგივე ციფრი არ არის. ეს იცვლება, პრეცესია ქვია, კიდევ სხვა რამ ქვია ასტრონომიულად და ამ ცვალებადობას ქართული ანბანი და ქართული ენა გადმოგვცემს 1000 წლეულების და საუკუნეების და მიხედვით. ესე იგი, მზ ვერ შეიქმნებოდა მეორე 1000 წლეულში. ის შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლეულში და ასე და ასე. ანბანის შექმნის თარიღი დასადგენია. ყოველ შემთხვევაში ის უკვე აცდა ივანე ჯავახიშვილსაც, პავლე ინგოროყვასაც, რომელიც იზიარებდა ჯავახიშვილის აზრს, აცდა რამაზ პატარიძის მონაცემსაც, რომ მე-6 საუკუნე იყო, არამედ დავიდა ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულში, თუმცა ის აქ არ გაჩერებულა. კიდევ ბევრია სოკოლევი თუ როდის შეიძლება ეს უზარმაზარი ანბანი შექმნილიყო. მას ვერ შეედრება ვერც ერთი ანბანი. ჩვენ ვლაპარაკობთ რომ დედამიწაზე 14 ანბანი არსებობს და მათში ერთ-ერთი ქართულია. ეს შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ დღევანდელ მხედრულ ანბანზე. ეს მართლაც მასია. მხედრულში ამ ცოდნის ნაწილი დაკარგულია. ნაწილი კიდევ არის, მაგრამ აი ეს ნაწილი გრაფიკა და სხვა რაღაცები კიდევ ამოღებულია ასონიშნები. ის დაკარგულია. 14-ში ერთ-ერთი მხედრულია. ასომთავრული ამათი ყველას დასაწყისია. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბოლო სლაიდიც, სულ ბოლო სლაიდი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დღევანდელი სასაუბრო ლექცია ფაქტიურად ლექცია დავასრულეთ კიდეც. ეს არის უკვე თანამედროვეენით მოცემული სახელწოდება იოანე ზოსიმეს ხელნაწერისა ქართული ენის ქება და დიდება. ქართულ ენაში ამ მე ვიგულისხმე როგორც ქართველური ენები და ჩვენ დავინახეთ, რომ მეგრული, სვანური და ქართული როგორ სისტემურ კავშირშია, არანაირი დიალექტი ესეთი ერთმანეთს არ არიან, როგორც ქართული ენა შეიძლება იყოს 8000 წელისა, იმ აშენებული ქვეურივით მარანეულში რომ აღმოაჩინეს, ასევე მეგრულიც და სვანურიც შეიძლება იყოს ამასაკისა. ისინი თანატოლი, თანაბარი ძალის და თანაბარი კრიპტოინფორმაციის მატარებელი ენები არიან. ეს შეიძლება იყოს ერთნაირი სამება ენებისა. სვანური, მეგრული და ქართული. თუმცა სვანური, ჭანური და ქართული. ლაზურ მეგრული იგულისხმება ამ შემთხვევაში მეგრულში. ესე იგი, ქართველური ენები და ასომთავრული ანბანი, ეს არის უძვირფასესი ფენომენი მეგრელებისა, ლაზებისა, სვანებისა და ქართველებისა, რომლის მსგავსი არავის არასოდეს არ შეუქმნია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით. არ ვიცი, ჩვენ გვინდოდა რომ ეს დრო ნამდვილად დაგვეთმო ამ თემისთვის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მათ შორის სოციალურ ქსელში ხშირად არის ხოლმე ამ საკითხებზე მიმოხილვა. გამოჩნდნენ სკეპტიკოსებიც ამ მხრივ, რომლებიც ეხლა აი დღეს მიღებული ინფორმაციით ურწმუნდები რომ შეიძლება მათ არ აქვთ უბრალოდ ინფორმაცია ან არ ქონდათ ინფორმაცია აი ამ საკითხებზე, რაზეც თქვენ დღეს გვესაუბრეთ და იმედი მაქვს რომ ყოველ შემთხვევაში ეს გადაცემა მათ შორის იქნება მათთვისაც ერთგვარად საინტერესო, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია არსებობდეს ამდენი დამთხვევა და ეს იყოს უბრალოდ დამთხვევები და უბრალოდ შემთხვევითობა განსაკუთრებით აი ამ მართლაც მათემატიკური სიზუსტით როგორ არის ეს ყველაფერი ჩაშლილი. იმედი მაქვს რომ იყოს საინტერესო მაყურებლისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის მე დარწმუნებული ვარ და აქამდეც ვიყავი რომ იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ალბათ მათ შორის აი სკეპტიკოსებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო, რომლებიც აკრიტიკებენ ამ იდეებს და კრიტიკაც უნდა იყოს ხო დასაბუთებული, რა თქმა უნდა. რამაზ პატარიძის წიგნს არ ახლავს არც ერთი კრიტიკა. მას არ იზიარებენ მეცნიერები, ეს კომუნისტური რეჟიმის ბრალია რომ იცოდეთ. საბჭოთა კავშირის დროს არ შეიძლებოდა რომ რომელიმე ერი წინ წამოწეულიყო და გამოჩენილიყო. არ შეიძლებოდა რომ შენ ქონოდა ისეთი ცოდნა და სხვას არ ქონოდა. საბჭოთა ხალხი უნდა ყოფილიყო ერთნაირი. ამიტომ არ აღიარა საბჭოთა იმპერიამ და სპეცსამსახურებმა ის რაც იყო აღმოჩენილი მაშინ, აქ პავლე ინგოროყვაზეა საუბარი და რამაზ პატარიძეს და კიდევ სხვა მეცნიერებზე
მაგრამ ინერციით ის ჩვენ დღემდე მოგყვება. რასაკვირველია, სკეპტიკოსიც და ყველა ადამიანი, ვისაც ამისი არ ჯერა და ვერ იზიარებს, სათაკილოაც კი არის ამის ცოდნა ნელ-ნელა მიეწოდება ადამიანებს და ყველას თავისი მომენტი დაუდგება, რომ გაითავისებს და ჩვენ ხელს შეუწყობს ამ გადავისებაში, რომ თურმე ეს მართლა ისე ყველაფერი ყოფილა. ამის კრიტიკას აზრი არ აქვს. მზეს ვერ გააკრიტიკებ, ვერც მთვარეს ვერ გააკრიტიკებ. აკრიტიკე და იღავი. ისინი ზუსტად იმ დროის განმავლობაში მოძრაობენ, როგორც მოძრაობდნენ. იმათ არც სამი მოემატებათ და არც მოაკლდებათ. თუ ვინმეს კრიტიკა უნდა, მიმართონ მზეს და მიმართონ მთვარეს და იმათთან გაარკვევონ ეგ საკითხი. დიდი მადლობა და ალბათ მთავარი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინ არის, ვინაიდან ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისი არის. ალბათ აი იმ დიდი ცოდნის, რაც არის აი ამ ყველაფერში ქართულ ასომთავრულ ამბანში შენახული და მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას, რომ ასეთი სრულყოფილებით აქ მომეცა საშუალება, რომ თქვენ დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამოგვირჩიეთ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ბატონი დავით გალეგაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ხოლო ჩვენ საუბრობდით ქართულ ასომთავრულ ამბანსა და ქართულ ენაზე. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახო. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.